დღეს არის შაბათი. 28 თებერვალი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 15 თებერვალი და გასრულდა პირველი კვირა დიდი წმინდა მარხვისა. და ეს არის პირველი შაბათი, დიდი მარხვის პირველი შაბათია და დღეს არის თეოდორე ტირონის ხსენება, ყოველ პირველ შაბათს მოიხსენება. რატომ მოიხსენება, როგორ მოიხსენება, ამის შესახებ ჩვენ გვისაუბრია, საერთოდ წმინდა თეოდორე ტირონზე გვაქვს ნასაუბრები, ეს არის საუბარი 214. ამიტომ დღეს წმინდა თეოდორე ტირონზე აღარ შევჩერდები და უნდა მოგითხროთ, ნამდვილად გასაოცარი ამბები. უპირველეს ყოვლისა, დღეს კალენდარულად არის ხსენება წმინდა მოციქულის ონისიმეს 330-თაგანის წმინდა მოციქული ონესიმოს ქართულად ესეა ეფესელი 109 წელს აღესრულა და მის შესახებ უნდა მოგიყვეთ ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სხვა შორის იცით რა ალბათ არც არის გასაკვირი აი ის რომ არ მეორდება ამბები არ მეორდება, ეს ალბათ არ არის გასაკვირი, იცით რატომ? იმიტომ რომ ყოველი წმინდანის შემთხვევაში ეს არის დამოწმება. და რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური და რა თქმა უნდა, ეს დამოწმება ყოველთვის იქნება განსხვავებული. ერთადერთი შემთხვევა, დღეს გვაქვს სხვათა შორის ესეთი შემთხვევა, როდესაც რაღაცა სქემატურად გამეორდება ეს ამბები, არის იმ შემთხვევაში, როდესაც არ ვიცით ზუსტად რა გარემოებაში მოხდა, აი ბოლოს დღეს ვიზეც უნდა მოგითხროთ, მე კიდევ ვისაუბრებთ, ენციკლოპედიაში მაგალითად იტალიურ ენციკლოპედიაში წერია, რომ ბურუსით მოცული ამბებიაო და ბურუსით კი არ არის მოცული, დეტალები არ არის ცნობა, არ შემორჩა ისტორიას. აი ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ზოგადი სქემები შეიძლება გამეორდეს, მაგრამ ის რაც ახლა უნდა მოგიყვეთ წმინდა ონისიმის შესახებ არაფერში არ ეწერება. საოცრება, წინასწარ გეტყვით რაში მდგომარეობს ეს საოცრება, რომ ჩვენ ხო ყოველთვის როდესაც წმინდაზე ვსაუბრობთ, წყაროს ვასახელებთ რა. წყაროს ვასახელებთ, საიდან ვიცით და ამ წმინდა ონისიმეს წყარო არის წმინდა პავლე მოციქული. პირადად და კიდე საოცარი უნდა გითხრათ, გარდა იმისა, რომ პავლე ესე ვთქვათ, კიმენური ტექსტია, პავლეს მოწაფე იყო და პავლე წერს მის შესახებ, მაგრამ მარტო უბრალოდ პავლე კი არ არის, როგორც ავტორი. ახლა ამ ყველაფერს გეტყვით რას ნიშნავს, არამედ ესე იგი, ეს კიმენი ამის ცხოვრების შესახებ შესული არის სახარებაში. არა მარტო შესულია სახარებაში, არამედ ცალკე თავი ეძღვნება, ანუ თავი კი არა. ეხლა აი გავხსნათ ესე იგი ეს ყველაფერი და ესე იგი ეს არის პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ესე იგი, პავლე მოციქულმა, წმინდა მოციქულმა თავისსავე მოწაფე ფილიმონს მიწერა წერილი აი ამ ონისიმეს შესახებ და ეს წერილი შევიდა სახარებაში. აი არაფერი, ერთი თავია, ერთი გვერდია, რაღაც პატარა წერილია, რომელიც პავლემ მიწერა ფილიმონს და ეს არის დღეს ესე ეწოდება ეპისტოლე, პავლე მოციქულის ეპისტოლები ჩვენ ვიცით, ხო? ახალი აღთქმის ნაწილია და ეს არის ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ეპისტოლე ფილიმონის მიმართ, რომელსაც ჩვენ დღეს წავიკითხავთ და რომელიც ფაქტობრივად არის აი ეს ტექსტი, რის მიხედვითაც ჩვენ წმინდა ონესიმეს, ესე იგი ესე მასზე ვისაუბრებთ. ოღონდ, სანამ წავიკითხავთ უშუალოდ, მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთ ეპისტოლეში აქვს მოხსენებული პავლე მოციქულს, ეს არის ეპისტოლე კოლოსელთა მიმართ და იქაც მოხსენებული ყავს. ჯერ იმას წავიკითხავ და უпростоროდ ჯერ წაგიკითხავ ძალიან მოკლედ
ეგრეთ წოდებულ სვინაქსარს, ძალიან მოკლე ვერსიას, რომელიც ზოგად სვინაქსარსა წიგნში არის შესული. თვესა თებერვალსა 15-ს წმინდა მღვდელმოწამისა ონისიმოსისა, მოწაფისა წმინდისა პავლე მოციქულისა, რომელ მონა იყო ფილიმონისი, მონა. ნამდვილი ეყოთ მონა უფლისა კი არა, კაცის, მონა იყო რა, ფილიმონის მონა იყო, კაცისა რომისა, ანუ რომის მოქალაქეა ფილიმონი და იქმნა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს, ანუ ბიზანტიის ამაზე მე მოგიყვებით, როდესაც მივალთ აქამდე და ხოლო უკანასკნელი წამა ხრომსა შინა, რამე თუ შეპყრობილ იქნა ურწმუნოთა მიერ და მიიყვანა წინაშე ტერტვილოს, ხრომისა ეპარქოსისა და მის მიერ პოტიოლს, ანუ პუტიოლი არის ქალაქი, იქ წარიგზავნა, სადა იგი ეგულებოდა მისვლაი ტერტვილოს ის უნდა ჩასულიყო თვითონ, ხოლო მირავი და მთავარი იგი და ვერ უძლო მიდრეკად მის ქრისტეს სარწმუნოებისა, ვერ აიძულა უარი ეთქვა, პირველად გვემაკვერთხებით აფრიათ, მერე დაჰლეწნა წვივნი და საწუთროისა ამის ცხოვრებისაგან განიყვანა. ეს არის სვინაქსარი, რაზეც ხა დღეს უნდა ვისაუბროთ. ეხლა ეს კოლოსელთა მიმართ წავიკითხოთ ჯერ 4 თავის 7 მეცხრე მუხლებია. ჩემთვის ყოველივე გაუწყოს თქვენ ტვიქიკოს აგზავნის ესე იგი. პავლე მოციქული და ამათ წერილს აწამს და ჯერ კოლოსელებს ეუბნება ტვიქიკოსი მოციქული საყვარელმან ძმამან გაუწყოს ჩემ შესახებ სარწმუნოებამ მსახურმან და თანამონამან ჩვენმან უფლისა მიერ რომელი მივოლინე თქვენ და მებრვე ამისთვის ამავე საქმეზე რასაც ნას თქვენთვის და ნუგიშინისწეს გულთა თქვენ და ონესიმოს თანა სარწმუნოებისა და საყვარელისა ძმისა რომელ იგი არის თქვენგანი ყოველი აქაი გაუწყოს თქვენ რომელი იგი არის თქვენგანი მოკლედ ესე იგი ხა წავიკითხავთ ამ ეპისტოლეს, მაგრამ წინასწარ ამბავს გეუბნებით უბრალოდ. ესე იგი ონისიმუსი არის კოლოსელი და არის ფილიმონის მონა. მონები ყავდათ მაშინ, ფილიმონი შეძლებული ადამიანია, როგორც ჩანს კოლოსაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია ძალიან, იმიტომ რომ კოლოსაში აღესრულა ეს თავრანგელოს მიქაელის სასწაული, ხონეს სასწაული, ხონე ესე ქვია დღეს, ხო და აი ხონაში აღესრულა სასწაული, ხონა არის კოლოსაში პირდაპირ. ხო და იმ ქალაქიდან არაფერი აღარ არის დარჩენილი და დღეს არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს თურქეთის სახელმწიფომ და ნახოთ რას აღმოაჩენენ იქ როგორ გათხრიან და რა აღმოჩნდება ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა. მოკლედ კოლოსა იყო ქალაქი, რომელიც თავის დროზე მიწის რამ დაანგრია და ესე იგი აქ ესე იგი ეს კოლოსელი ქრისტიანები ხა მე კოლოსაზე აღარ გავაგრძელებ და ეს ფილიმონი არის, რომელიც არის პავლე მოციქულის როგორც ირკვევა მე მოწაფე მე შვე შენ ქრისტეში ვეუბნება, ანუ პავლე ნამყოფია კოლოსაში და როგორც თავის ძალიან ახლობელ ადამიანს ისე წერს ამ ფილიმონს წერილს და ეხლა რა მოხდა? ესე იგი ეს იყო ეს ონისე ალბათ ხო ქართულად. ეს ონისე მოკლედ თავის მონა იყო და გაიქცა. ხო და არ არის ცნობილი, რაღაცა გაიქცა და ბალი დაედო ამ ფილიმონის. ან მოიპარა ეს ფული, ან ალბათ არ მოიპარა და გაქცევით რაღაცა ვალში ჩააგდო. ან არა და ესეთი ვერსიაც არის, რომ პავლეს ნახვა იმდენად უნდოდა, რომ ყველაფერს მიანება და გაიქცა. მოკლედ არ არის ზუსტად ეს ამბები ცნობილი. ყოველ შემთხვევაში ფილიმონმა რომ ეს აპატიოს ამას, ფილიმონი ზარალშია და რაღაცა მესფური უნდა გადაიხადოს. იმიტომ რომ ონისიმე თვითონ მონაა რაღაცნაირად. იქ წავიდა, მოკლედ რომში ციხეში მოხვდა პავლე მოციქულთან, ძალით თუ ნებსით თუ დაიჭირეს თუ რაღაცა, მოკლედ და იქ გაიცნო პირადად პავლე მოციქული. და პავლე მოციქული უშვებს ციხიდან ამ ონისიმეს და ატანს წერილს ფილიმონთან. და ფილიმონი ღებულობს ამ წერილს და აი ხა ეს წერილი უნდა წავიკითხოთ. ესე იგი ონისიმეს შესახებ წერილს უგზავნის პავლე მოციქული ფილიმონს
და ეს წერილი შესული არის ახარებაში, როგორც ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. აი ხა ეს რატო შევიდა, ეს კითხვებია, ხო, ყველაფერი, რატო ხა ახარებაში რატო შეიტანეს ეს წერილი? რა არის აქ ასეთი მნიშვნელოვანი, რითია ონისიმე ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომ აი ამ ხელამბავი არის მის გამო, ხო, აი ეს ყველაფერი დღეს ამაზე ვისაუბროთ ჩვენ. ეპისტოლე წმინდა მოციქულისა პავლესი ფილიმონის მიმართ. პავლე კრული ქრისტე იესოისი, ანუ მისი ტყვე თუ მისი მონა და ტიმოთე ძმაი ტიმოთესთან ერთად არის პავლე ჩვენ ამაზე გვისაუბრია ციხეში, წერენ ფილიმონს საყვარელსა და თანაშემწესა ჩვენსა და აპფიას დასა და საყვარელსა. აფია იყო ფილიმონის ცოლი. მოციქულთა სწორი, რომელიც მოწამეობრივად მერე აღესრულა, ეს აფია თვითონ. ანუ აფია და ფილიმონი ეს არის რომ მოექცნენ, ესე იგი ამათ თავიანთ სახში გახსნეს ფაქტიურად ეკლესია და მთელი ამ კოლოსის ქრისტიანები ამათთან დადიოდნენ. ანუ ეს რაღაცა ესეთ მთავარი ოჯახია ამ კოლოსაში. და არქიპოს წერენ წერილს თანა მოსაგრესა ჩვენსა და სახლისა შენისა კრებულთა და ყველა ქრისტიანის კოლოსელებს უგზავნის ამ წერილს მადლი თქვენდა და მშვიდობა ღვთისა მიერ და მამისა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესა. მადლობა ღმერთსა ჩემსა მარადის ხსენებასა შენსა ყოფილ ლოცვათაშინა ჩემთა. მე ღმერთს მადლობ ყველაფრისათვის და შენს მარადის ჩემს ლოცვებში გიხსენიებ. მესმის შენი ეგ სიყვარული და სარწმუნოებაი, რომელი გაქვს უფლისა მიმართ იესო ქრისტესა. ჩემამდე მოდის ეს ამბები შენ შენი რასაც შენ ღვთის სიყვარულით, რასაც აღასრულებ შენ საქმეებს. და ყოველთა მიმართ წმინდათა და კიდევ შენ გაქვს ასოება ქრისტეს და ყოველთა მიმართ წმინდათა, რაითა ზიარება ის სარწმუნოებისა შენისაი შეწევნულ იყოს მეცნიერებით და ყოვლისა კეთილისაითა. რომ ესე იგი შენი სარწმუნოება განმტკიცებული არის კეთილი საქმეებით, რომელ არ ჩვენ შორის ქრისტე იესოს მიმართ. რამე თუ სიხარული დიდი მაქვს და ნუგეშინი სემაი სიყვარულისა შენისა გამო. აი შენი სიყვარული ჩემს მიმართ, უფლის მიმართ, მე ძალიან მანუგეშებს ამას წერს პავლე. რამე თუ ნაწლევნი წმინდათანი განსვენებულ არიან შენი ძმაო ნაწლევნი წმინდათანი, რამე თუ წმინდანებს ნაწლევნი წმინდათანი განსვენებულ არიან, წმინდანები მშვიდად არიან შენს მიერ. ვინაიცა მრავალი კადნიერება იმაქვს ქრისტეს მიერ ბრძანება ჩვენ და ჯერუნისა სიყვარულისათვის უფრო ისღა გლოცავ ესე ვითარცა პავლე ხუცესი ხოლოაც კრულიცა ქრისტე იესოისა. ესე იგი ეხლა რა აქ წერს ძალიან საინტერესო რამეს, რომ ესე იგი მრავალი კადნიერება მაქვს ქრისტეს მიერ ბრძანება ჩვენ და მე მაქვს უფლება, ეხლა მე ახსნის რატო აქვს, ჩვენ გვიხსნის თორე ფილიმონმა იცის ძალიან კარგი შენს მიმართ კადნიერება მაქვს და ვინ გეუნება ამას, აი აქ არის ესეთი რაღაცა კონსტრუქციული ეს არის ამას შენ გეუნება იცი ვინ? სხვა ვინმე კი არა, პავლე გეუნება, პავლე ხუცესი აქ ორი მნიშვნელობით არის შენი მოძღვარი, შენი სულიერი მოძღვარი და შენზე ასაკობრივად უფროსი. ესე იგი აი პავლე გეუნება შენ ხა ამას, რასაც მე ვარ, პავლე გეუნები ამას, ხა რაც უნდა გითხრა. იმიტომ რომ მე მაქვს უფლება, რომ შენ ესეთი რაღაცა გითხრა და რას ეუნება. გლოცავ შენ შვილისა ჩემისათვის, რომელ შევკრულებათა შინა ჩემთა ონესიმე. ონესიმე ხა აქ ძალიან საინტერესო კიდევ კონსტრუქცია ამასაც გეტყვით. მოკლედ ონესიმეს ჩემი შვილისთვის გეუბნები. ამ ყველაფერს ჩემი შვილი, რომელიც მე ქრისტეში ვშვი, ანუ ონესიმე მოაქცია და მონათლა პავლე მოციქულმა და მე მოგვიანებით აღარ არის ზუსტად ცნობილი თვითონ პავლემ მოციქულებმა დაასხეს ხელი ამას და ბოლოს ეპისკოპოსი ხდება. ესე იგი, აი ამ ონესიმესთვის წერ ოდ ონესიმონ სარგებლის მომტანი, ესე ითარგმნება ბერძნულიდან ონესიმონ. და ნახეთ ეხლა არის აქ ძალიან საინტერესო პავლეს აქ სიტყვების თამაში. სიტყვების თამაში ეს ხო ბერძნულად წერს, ძველ ბერძნულად, ახალ ბერძნულად ნახოთ ეს სხვა სიტყვა იქ ნახმარი და ძველ ბერძნულად ეს ონესიმონ არის სიტყვა გამოყენებული
ესე იგი ონესიმონ სარგებლობის მომტანია, რომელიც ნახე რას წერს, იგი ოდესმე უხმარ შენდა ხოლოაც შენდა და ჩემდა სახმარ. ესე იგი, რომელიც არ გამოგადგა შენ ოდესღაც, აქ იგულისხმება სწორედ ის, რომ ეს ონესიმე გაიქცა და მიატოვა ფილიმონი და უღალატა რა ფაქტიურად, მიატოვა. და აი თავის დროზე თავიდან უხმარი იყო. ოღონდ ამ სიტყვას ამბობს და ეს ონესიმონ, როდესაც დიდი ასოთი წერს სახელს ნიშნავს და როცა პატარა ასოთი ნიშნავს იმას, რომ სარგებლობის მომტანია და აი მაშინ უსარგებლო იყო და ეხა სარგებლობის მომტანი გახდა ჩემთვისაც და შენთვისაც, იმიტომ რომ როგორც ჩანს პავლემ დაინახა თავისთავად ეს ონესიმეს აი ეს დიდი პოტენციალი, აბსოლუტურად დიდი თავდადება ქრისტეს მიმართ. და ონესიმი, ესე იგი, ეს არის ეს სიტყვა საიდანაც მოდის. და როდესაც ამბობს, რომ თავიდან უხმარი იყო გამოუსადეგარი და მერე სახმარ ჩემდა და შენდა, აქ იგულისხმება არა მარტო ის, რომ ონესიმემ შეინანა ეს თავის აქციელი, არამედ და გამოგადგება შენ, არამედ სულიერი მნიშვნელობა დაემატა ამას. იმიტომ რომ ეს არის ძალიან სასარგებლო ადამიანი ჩვენი საერთო საქმისათვის. აი ეს იგულისხმება. რომელ მივალინე შენ და აი გიგზავნი. ხოლო შენ შეიწყნარე, ესე იგი ხოლო შენ შეიწყნარე, მიიღეს, ესე იგი არის ნაწლევი ჩემი სხეულის ნაწილი გახდა ეს ონესიმე. რომლისა იმეგულებოდა დაყენება ჩემთან რაითა შენ წელს ახურებდეს მე კრულებად ამათ შინა სახარებისაითა, ხოლო მე დავიწოვებდი კიდევაც, არც გამოგიგზავნიდი ამ ონესიმეს, იმდენად საჭირო ადამიანია ქადაგებაში, მაგრამ თვინიერ ცნობისა შენისა არავინებე ყოფათ. მე არ მინდოდა, რომ შენ გარეშე, რომ შენ არ გწოდნოდა და ეს ონესიმე ჩემთან გაეგზელებინებს. ახურება, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ესე იგი ონესიმეს ანგარიშია გასასწორებელი პავლეს იმასთან, ფილიმონთან. რაითა არაუნებლიეთ კეთილი იგი შენი იყოს, არამედ ნებსით. რომ შენი ნების გარეშე კი არ იყოს ეს სიკეთე, არ შენი ნებით რო იყოს მოკლედ. და გიგზავნი ვინ უწყის? განვე ამისთვის გეშორა ჟამიერ ერთ რათა საუკუნოდ მიიყვანუგი არღარა ვითარცა მონაი, არამედ ვითარცა უფროს გამონისა საყვარელი ძმაი. და ვინიცის იქნებ ეს ღვთის განგებით მოხდა, რომ რაღაც ცოტა ხნით განგეშორა ჟამერთ. და ეხლა გიბრუნდება, რომ უკვე საუკუნოდ შენთან იყოს და საუკუნოდ, ანუ ესე იგი აი ქადაგების საქმეში და ქრისტეს ეკლესიაში იყო ჩვენი ნაწილი, როგორც საყვარელი ძმაი. ვინაიდან ჩემ და ესერეთ, რაოდენ უფრო შენ და ხორცელაცა უფლისა მიერცა. და მე რამდენადაც მოკლედ ესე იგი აქ ისევ ამაზეა ლაპარაკი, რომ რამდენად მე თუ მივიღე შენც უნდა მიიღო ეს ადამიანი, ესე და ნახეთ რა შეუნება კიდევ უკეთო შეგირაცხიე მე თანაზიერად შეიწყნარე ეგე მე თუ შენ თვლი რომ მე შენი თანაზიერი ვარ ეს ჩემი თანაზიერია და შენც შეიწყნარე იგი ვითარცა მე ხოლო აი ჩემსავით მიიღე ხოლო უკეთო რაიმე შეგწოდა გინა თანაც იგი მე შემირაცხე და თუ რაიმე აქვს შენს მიმართ დაშავებული ჩათვალე რომ მე მაქვს დაშავებული ანუ მე ვიღებ თლიანად პასუხისგებლობას ამ ადამიანზე მე პავლე დავწერე ხელითა ჩემითა ეს ჩემი ხელით არის დაწერილი ყველაფერი მე გარდავიხატო მე გადაგიხდი აი ის რა ზარალიც მან მოგაყენა მე ჩამომაწერე მე ჩემზე იყოს მოკლედ და მე გადავიხდი და ნახე რა შეუნება რაით არა გქვა შენ ვითარმე თავიცა შენი თანაგად ჩემდა ხო და გადავიხდი კი არ გადავიხდი პავლე იმიტომ რომ ის შენი ქონება კი არა თვითონ შენ ხარ ჩემი ერთნი ვართ რა ჩემი ხარ და მე გარდა ჰეძმაო მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ და განუსვენე ნაწლებთა ჩემთა ქრისტეს მიერ მოკლედ ეუნება რომ მე შენ თვითონ ჩემი ხარ მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ და განუსვენე ნაწლებთა ჩემთა ანუ აღარ მანერვიულო მოკლედ რა პავლე ეგეთ რამეს ეუნება სასწოებითა მორჩილებისა შენისაითა მივწერე შენ და მე იმედი მაქვს რომ შენ ამას ну ხა წარმოგიდგენთ ძიმერამეს ეუნება რა მონა გაიქცა საშინელ დღეს ჩააგდო და ეხა ის უნდა მიიღოს როგორც ძმა და როგორც ისა რა ქვია და ეუნება რომ გააკეთე ესე და იმედი მაქვს შენი მორჩილების სასწოებითა მორჩილებისა შენისაითა მივწერე შენ და უწყი რამე თუ რომლისათვის ესე გეტყვი ყოცა
უწყი მე აი რომ მოგწერე დარწმუნებული ორი შენ მართლაც ესე მოიქცევ და მისთანა განვიმზადე მე ვანიცა ეს რომ ჩამოვა ჩემთვის გაამზადე სახლი იმიტომ რომ მეც ვაპირებ ყველასაში ჩამოსვლას რამე თუ ესავით არამედ ლოცვითა თქვენითა მიგემადლო ესე იგი მოგემადლოთ ანუ შენ მოგემადლო იმედი მაქვს ანუ მოკლედ საჩუქარს მიიღებ ჩემი სახით აი რაღაც ამდაგვარი ისა აქ რა იმედი მაქვს რომ ესე იგი გიკითხავენ შენ ეპაფრა ჩემი თანატყვე ქრისტე იესოს მიერ ანუ ჩემი თანამოღვაწე ეპაფრა იცის იმ ფილიმონმა ვიზეც არის ლაპარაკი მარკოს არისტარხოს დიმა ლუკა თანაშემწენი ჩემი ლუკა მოციქულზეა ლაპარაკი ესენი ვინც მასთან არიან მათთან ერთად ისინი მოგიკითხავენ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სულისა თქვენისა თანა ამინ და მოკლედ როგორ მიიღო ეს წერილი ფილიმონმა მიიღო ეს წერილი აი ხომ გაჩვენოთ როგორ მიიღო აი ესე მიიღო აი ეს შუა საუკუნეების მინიატურაა ფილიმონს როგორ გადასცემს ეს ახალგაზრდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ონისიმე როგორ გადასცემს პავლეს წერილს ეს არის გამოხატული ამ მინიატურას და მიიღო და არა მარტო მიიღო არამედ თლიანად შეიწყნარა როგორც ძმა ისე მიიღო და არა მარტო გაათავისუფლა ისე მიიღო აპატია მონობისგან გაათავისუფლა და პავლეს დაუბრუნა ისევ გაუგზავნა რომში დასახმარებლად აი ესე დამთავრდა ეს ამბავი მაგრამ თვითონ ამბავი გრძელდება ესე იგი ეს ერთი პირველ წყაროს სწორედ პავლე მოციქულის იყო მეორე პირველ წყარო გვაქვს შემდეგ ამბებთან დაკავშირებით ეს არის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ოღონდ ახლა მივალთ იქამდე მოკლედ ჩავიდა რომში ეხმარებოდა პავლე მოციქულს როგორც ჩანს სწორედ ამ დროს მიიღო ხელდასხმა მოციქულებისგან და ქადაგებდა მე ესე იგი პავლემ ისევ დააბრუნა გარკვეული დროით კოლოსაში იყო ეპისკოპოსი პატრა ქალაქში და აი სწორედ ეს რომ თავიდან ვახსენეთ კონსტანტინოპოლი ცხადე რომ მაშინ არ იყო არ არსებობდა ბიზანტია სოფელი ბიზანტია რომელშიც იყვნენ ქრისტიანები ქრისტიანული თემი იყო ამ თემის შესახებ არ არის ცნობილი არაფერი საერთოდ მარტო ის რომ კონსტანტინე დიდი რომ ჩავიდა ამ სოფელ ბიზანტიაში მერე სადაც კონსტანტინოპოლი დაარსა იქ დახვდა მიტროფანე რაღაც საოცრად ასაკონჯერცი და საოცრად გამგრძნობელი ღვთისგაზრდობილი ეპისკოპოსი ფაქტიურად მიტროფანემ გადააწყვეტინა კონსტანტინეს აი ამ კონსტანტინოპოლის დაარსება და მანამდე კი არ იყო და აი სწორედ აი ამ ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი ეპისკოპოსი იყო ესე იგი იყო სწორედ ონისიმე მაგრამ ამითიც რა თქმა უნდა არ დასრულებულა ეს ადრე იყო ესე რომ ვთქვათ 54-68 წლებში იყო და ამის შემდეგ პავლეს დაყვებოდა და გადმოცემით ესპანეთში ქადაგე პავლე ეს ზუსტად არ არის ცნობილი იყო თორე ესპანეთში მაგრამ ესპანური გადმოცემით პავლეც იყო და ონისიმეც თანახმდა და კიდე იეროთეოს სეგოვიელი ესე იგი 4 ოქტომბერს არის ხსენება მისი, აი ეს იეროთეოს სეგოველი წმინდანია, ბევრი არაფერი ვიცით მის შესახებ, მაგრამ აი ამ იეროთეოსთან ერთად მონასტერი დაარსეს დუმიუში და ეს არის დღეს ბრაგადუმე, პორტუგალია ეს პორტუგალიის ტერიტორიაზე. აი ესეთი, მოკლედ ამბები ვიცით და ბოლოს უკვე ვიცით რომ მოციქული ტიმოთეს შემდეგ იყო ეფესოს ეპისკოპოსი ქალაქ ეფესო. ეფესო, კოლასა, ეს სელევკია ესენი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ხონა ცხადია რაც მოვთქვი რომ დაორანგელოს სასწაულსაც მოხდა, ხო და მოკლედ აი ამ ეფესოს ეპისკოპოსი იყო და ეს საიდან ვიცით სწორედ ესა გვაქვს აი პირველ წყარო, როდესაც ეგნატე ღმერთშემოსილი დააპატიმრეს ჩვენ გვისაუბრია მასზე, მის წმინდა ნაწილებიც გვაქვს და როდესაც მიყავთ რომში
გზაზე ხვდება, მას აქვს საშუალება რომ შეხვდეს სხვადასხვა ქრისტიანებს და ეფესოში არ ვიცი შევიდა თუ არა, მაგრამ ეფესო რო გაიარა, ეფესოსთან დახვდა სწორედ ონისიმე დიდ მრევლთან ერთად. და ნახეთ, აი წერს, ესე იგი ეს არის ის გზაში წერილებს აგზავნიდა ეგნატე ღმერთშემოსილი და არის ესეთი შემორჩენილია ეს ტექსტი გვაქვს ეფესელთა მიმართ ეპისტოლე ეგნატე ღმერთშემოსილის, სადაც ესეთი სიტყვებია დასაწყისშივეა ეს ღვთის სახელით ნახეთ რასაც ღვთის სახელით ვისტუმრე თქვენი მრავალი კრებული, ანუ თქვენი დელეგაცია მივიღეს სტუმრად, ესე იგი რომ მოვდიოდი შეგხვდით ონისიმოსის სახით, რომლის სიყვარულიც მიუთხრობელია, ისეთი დიდი სიყვარული გამოიჩინა ონისიმოსმა, უკვე ასაკოვანია ოღონდ, რომელიც თქვენი ეპისკოპოსია ხორციელა და რომლის სიყვარულსაც გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. და მისი მსგავსი იყოს ყველა თქვენგანი, კურთხეულია ის, ანუ ღმერთი, ვინც მოგანიჭათ მადლი იყოთ ღირსნი ასეთი ეპისკოპოსის ყოლისა. ეს არის ეპისტოლე. და ეს ხეუნა გაჩვენოთ კიდევ. აი ეს ახალგაზრდა შედარებით ახალგაზრდა ონისიმე. ეს არის ათონური ხელნაწერიდან. და კიდევ გვაქვს მისი გამოსახულება, ეს არის პეჩის საპატრიარქო სერბეთი. ეს არის ასე ის ხოლმე 15 საუკუნეა და ესეც ესეა დაახლოებით. აი ეს. და ბოლოს რაც ვიცით მის შესახებ ეს არის, რომ ეს ახლა ეს ეგნატე ღმერთშემოსილის მოგზაურობა ტრაიანი იმპერატორის დროს იყო. და ეს არის უკვე მეორე საუკუნის დასაწყისი და აი მაშინ შეხვდა და მერე როგორც ჩანს მალევე შეიპყრეს ეპარქი იყო, ესე იგი მართველი ტერტილა ტრაიანეს დროს შეიპყრეს და ამ ტერტილას 18 დღე ყავდა საპყრობილეში, შემდეგ ქალაქ პუტეოლი, ეს არის პუცუოლი, დღეს ესე ქვია, კამპანიის მხარეშია. სადღეჩუა წელი არის იტალიის იქა და რამდენიმე დღის შემდეგ ამ ეპარქმა გამოიძახა ონისიმე ისევე ციხიდან და რომ ნახა რომ არაფერი არ შეიცვალა და რომ მან არ შეინანა და ისევ ქრისტეს აღიარებს, ეს არის იქაც ნახსენები იყო ამ სინოქსერში და აქაც. მოკლედ აი ნახეთ, ეს არის ბასილი მეორის მინოლოგია. გვიხსენებია ბევრჯერ და აი ფეხები აქვს დასისხლიანებული, ნუ ახლა წვივებში გადაამტვრიეს მოკლედ რა და ბოლოს თავი მოკვეთეს, აი თვითონ ესე გადიდებული აქედან ესეთი. აი ეს. ოღონდ უკვე ღრმა მოხუცებულობაში მოხდა ეს და გვაქვს ონისიმეს წმინდა ნაწილი. აი ესე გამოიყურება. აი ეს. ჩანს იმედია. ამცეცები გვაქვს. და შეგვიწიოს წმინდა ონისიმეს მადლი მოციქულის დამეთანხმებით სახარება არის პირველ წყარო, ესე იგი ვის ცხოვრების შესახებ. მე ძალიან მეუცნაურება ეს ამბავი, უნიკალურია რა, უნიკალური. მე არც ვიცი კიდე თუ არის სახარებაში, არც ამდენც არ ვიცოდი. ესე იგი ჩვენი ესე იგი რაც გაუნათლებლობა თუ რა ვთქვა, სახარება როგორ შეიძლება რომ არ იცოდე კარგად ადამიანმა და აი ესეთი რამ აღმოაჩინე მოკლედ სახარებაში ფილიმონის მიმართ ეპისტოლე. კი წამიკითხავს, მაგრამ რაღაც არ დავფიქრებულ ვარ რომ ეს რა არის. აი სანამ არ მივოდექით თვითონ ამ ონისიმეს ცხოვრებას. ფილიმონის წმინდა ნაწილი არ გაგვაჩნია, რა თქმა უნდა, ისიც წმინდანად არის შერაცხილი. მე გადავდივარ შემდეგ წმინდანზე ერთი წუთით. ეს არის შემდეგი წმინდანი, უпроსორეთ ორი წმინდანის ხსენება ერთად, მამაშვილის, ეს არის ღირსი პაფნუტი და ასული მისი ეუფროსინე, ალექსანდრიელები.
გვაქვს წმინდა ეფროსინეს წმინდა ნაწილი მარტო და აქაც მინდა გითხრათ რომ რაღაც არაჩვეულებრივი ტექსტი გვაქვს. ტექსტი რომელიც თანადროულია ფაქტიურად როგორც კი ეფროსინე აღესრულა, მაშინ მალევე დაიწერა, ანუ კიმენი არის ეს ტექსტი და კიდევ არ არის ცნობილი ვისი, მაგრამ არაჩვეულებრივი ქართული თარგმანი გაგვაჩნია და ეს თარგმანი არის ხელნაწერმა ჩვენამდე მოაღწია, ეს არის ათონი 8, ესე ქვია ხელნაწერს, ათონი 8, მე-10 საუკუნის ხელნაწერით მოვიდა ჩვენამდე ეს ტექსტი. გარდა იმისა, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ქართულით არის, ესე იგი წავიკითხავთ ახლა ჩვენ ამას, ძალიან დიდი არ არის, საკმაოდ ვრცელია, მაგრამ დაწვრილებითი აღწერა ამ ცხოვრების, მაგრამ გარდა იმისა, რომ თვითონ ეს ბევრჯერ გვითხოვს, რომ არაჩვეულებრივი ენაა და არაჩვეულებრივი ტექსტია, გარდა ამის, აქაც სწორედ ვნახავთ ჩვენ რაღაცა ისეთ უნიკალურ რაღაც სრულებით რაღაცას, რაც მე არ შემხვედრი არასოდეს, მაგრამ მე ერთი რამ წინასწარ მინდა გითხრათ, გაგავთხოვოთ, რომ მე კარგად ვერ გეტყვით რის ხარჯზე, მაგრამ საოცრად ემოციური ტექსტია, საოცრად ემოციურია. არ ვიცი ეს არის იმის ხარჯი, რომ თვითონ ამბავი არის ძალიან ემოციური, თუ კარგად არის დაწერილი და იმიტომ დრამატურგიულად თუ არ ვიცი. მოკლედ, ესე იგი, მე არ მგონია, რომ ვინმე შეეძლოს ამავე ცრემლების გარეშე წაკითხვა რა. ისეთი საოცარი ამბავია, ისეთი ხო გეუბნებით, თითქოს რა, მონასტერში წავიდა ადამიანი, ხო? მაგრამ ისეთი ამბავია, რომ რა გითხრათ. რაღაცა დეტალებია ესეთი რომ ეს. მოკლედ დავიწყოთ. იყო ვინმე ალექსანდრიას კაცი აზნაური და სახელი მისი პაფნუტი. მეფობასა თეოდოსი მეორისა, ეს არის 408-450 წლები, ანუ მე-5 საუკუნეში ვართ და ეგვიპტეში ვართ. ესე იყო მოსწრაფე მცნებათა უფლისათა დამარხვათ. ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ოჯახი არის ეგვიპტეში, ცხოვრობენ ალექსანდრიაში. ამან მოიყვანა დედაკაცი ცოლად შემკული და ღირსი ვითარცა შეეტყვებოდა მას. თავის შესაფერისი არაჩვეულებრივი ცოლი მოიყვანა, იგიცა შვილი წარჩინებულთაი და იყო იგი ბერწ და არა შობდა. ეს ქალი აღმოჩნდა ბერწი და ბავშვს შვილს ვერ აჩენდა. ხოლო ქმარი მისი დიდ საურვასა და ზრუნვასა შინა იყო, რამე თუ არ ჰქონდა ვისმცა დაუტევა სიმდიდრე ითვისი, რომელმანცა შემდგომა სიკვდილისა მისისა წარაგოიგი კეთილად. ესე იგი ჭირდება მემკვიდრე ამ ადამიანს, ამაზე დარდობს ძალიან დიდარი კაცია და ვინც მერე კარგად წარმართავს მის ქონებას, უნდა რომ შვილს დაუტოვოს რა და არ ყავს ეს შვილი. ხედავდა ცოლი მისი სიკვდილსა მისა, ხედავდა ცოლი მისი წუხარებასა მას მისა და არა დასცხრებოდა ლოცვასა და მარხვასა დღეი და ღამე ეკლესიათა შინა. ეს ცოლიც ძალიან განიცდიდა ამას, რომ ესე იგი ამან მოიყვანა ცოლად და ხელის გულზე ატარებს ამ ცოლს და შვილი არ ყავს და ეს ქალი დღე და ღამე ლოცვებში ატარებს, რომ ხედავს რომ ეს კაცი როგორი ტანჯება ამით. რაითამცა მოანიჭა მას შვილი და მრავალი საფასეი განუყო გლახაკთა და წმინდათა ადგილთან. არიგებენ, გლახაკებს ეხმარებიან, წმინდა ადგილებს წირავენ და ღმერთს თხოვენ აი ამ შვილს. ეგრევე ქმარი მისი ვიდოდა მონასტერთან, რაითამცა პოვა ვინმე ღირსი ღვთისაი კაცი და მისი მთაწლოცვით და მოსამოს თხოვა იგი მისი დადის სხვადასხვა მონასტრებში და ეძებს ვინმე ბერს ისეთს ამ მონასტრებში წმინდანს, რომლის ლოცვითაც მას შვილი მიენიჭება, როგორ აზროვნებს ადამიანი. შევიდა ერთსა მონასტერსა, რომლისა სახელი დიდად ითქმოდა და წმინდად ღვთისა. ეს განთქმული მონასტერი იყო. ესე იგი იქ არის წმინდა თეოდოსი ნახსენები, თეოდოსის მონასტერი. ჩვენ გვისაუბრია წმინდა თეოდოსი. შეიძლება ეს არის. შეიძლება არა, იმიტომ რომ აქ ალექსანდრია და ალექსანდრიის გარშემო მონასტრებია და რომელიღაც დიდი მონასტერია. იქ არის შოური ახლოს ანტონის მონასტერი, პაისი დიდის მონასტერი, მაკარე დიდის მონასტერი. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რომელიღაც ერთ-ერთ ამ დიდ მონასტერში არის შესული და
და გაიცნო იქ ესე იგი წინამძღვარი. ვითარცა შევიდა, მცირედ ხვასტაგიცა შესაწირავი მისცა. რომ ცხადია რომ დადის ამ მონასტრებში წირავს რა. ამ მცირე შესწირავი მიიტანა და იწყვეს რახა და დაემეცნიერა მამასახლისა. აი ამ მონასტრის წინამძღვარი გაიცნო და გაესაუბრა და ყოფთა მის მონასტრისას. შემდგომად რამდენისამე ჟამის უთხრა საქმე იმისი. მოკლედ ჯერ ჩვეულებრივ მივიდა, გაეცნო, შეწირა ეს რაღაცა და მერე ისაუბრეს, იმანაც მიიღო ძალიან ყურადღებიანი ეს მერე გამოჩნდება კიდე ეს მამასახლისი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ამ მთელი ამ ისტორიის. ხო და მოკლედ მიიღო და მერე მოუყვა. რისთვისაც მოვიდა, რომ აი ღვთის მიმართ რა ითამცა მის ამას ღმერთთან ნაყოფი მუცლისამათისა და შეისმინა ვედრებისა მაიცე და მოანჯა მათ ღმერთთან ერთი ასული. და აი ეს მამასახლისის ლოცვით, ანუ მამასახლისი, ანუ მონასტრის იღუმენის ლოცვით მიიღო, მოისმინა და წმინდანია ისიც რა, წმინდანია და მისი ლოცვით ღმერთმა მიანიჭა მათ ქალიშვილი. და ვითარცა იხილა პაპლუტის სიღირსე იგი წმინდისამის მამისაი, აი ესეთი განსაკუთრებული სიწმინდე, ხო? აღარა განეშორებოდა მონასტერს ამას, აღარ დადიოდა უკვე სხვა მონასტრებში, მარტო ამ მონასტრებში დაიწყო სიარული. მრავალგზის მეუღლეცა მიიყვანის, რა ითამცა იკურთხა მამასახლისისაგან და ძმათა ყოველთა და იყო იგი 6 წლის და ესე იგი ბავშვი რო გაჩნდა, მერე დაიწყეს განსაკუთრებული სიარული, 6 წლის იყო ბავშვი, რა როდესაც მოსცეს მას ნათელი, ანუ მონათლის ბავშვი და უწოდეს სახელი ეფროსინეი. ეფროსინე სიტყვა ნიშნავს ეფროსინი, სიხარულს. და უხარო და მიზე და მშობელთა მისცა და იყო იგი მლოცვა წინაშე უფლისა და იყო იგი კეთილპირითა და შვენიერ ხილთა ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ამას ახლა ნახავთ ეს რა განსაკუთრებულად ხაზგასმულია ეს სილამაზე მის ცხოვრებაში და ახლა ნახავთ. და ვით არ იგნა იგი 12 წლის ბავშვი 12 ეფროსინე რო გახდა 12 წლის დედაი იგი მისი განვიდა ამის ცხოვრებისაგან სოფლისა. ხოლო მამა იმისი ასწავლებდა მას წერასა და კითხვასა და ყოველსასიკვდილესა და მამა მთლიანად ამ ბავშვის აღზრდით დაკავდა, დედა გარდაეცვალა 12 წლის ბავშვი და მამა. და იყო ქალი იგი, ანუ ეს ეფროსინე. გონებითა მარჯვეი ყოველსაზე და ვითარცა იყო ნაყოფი ლოცვითაი. ლოცვის ნაყოფია ეს და ამიტომ ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა ეს ბავშვი და იქნა იგი მოყვარე სწავლისა. და განკვირვებოდა მამა იმის ეგოდენს ამას სწავლის მოყარებას. იმდენა ისეთი ნიჭი და სურვილი გამოიჩინა სწავლის, რომ მამასაც კი უკვირდა რა. ამბავი მისი ისმოდა ქალაქთა შინას სიბრძნისა მისისათვის და სწავლულებისა და უფრო ის ხოლო კრძალვისა ხორცთაისა და სიმშვენიერისა პირისა მისისა. და განითქვა ალექსანდრიაში მისი ამბავი აი ამ საოცარი ნიჭიერების გამო და გარდა ამისა კიდე კრძალვა ხორცთა, ანუ ესე იგი ერთი უწევების შენახვა და მეორე არის რომ საერთოდ ცდილობდა რომ ეს სხეული კი არა, არ გამოჩენილიყო რა, მოკლედ არ გამოეჩინა და სახეს ახლა ხო ვერ დამალავდა და იყო ულამაზეს ამასობაში შეიქმნა 18 წლის. მრავალნი მდიდარნი მოვიდოდეს სურვილით, რა იმთამცა მოიყვანეს იგი ძლად ძეთა მათთვის. ახლა რა დრო არის, ხო? მე-5 საუკუნეა და მე-5 თუ მე-6, უბრალოდ მე-5 თეოდოსი მეორის პერიოდია. მე-5 საუკუნეა და თვითონ კი არ მოდის პრინცი ხელის ათხოვნელად. მშობლები მოდიან, რომ ძლად წაიყვანონ. ესეთი დრო არის რა. მოდიან მამასთან და მოკლედ და ერთგან მათგანმან ამ თხოვნელთა შორის უდიდებულესმან ყოველთასა და უძლიერესმან მოუწოდა მამასა მისმა და დაარწმუნა მას რა ითამცა ძესა მისა მისცა ცოლად. მოკლედ ამ პოტენციურ ესე რომ ვთქვათ მძახლებს შორის ერთი გამოირჩა, ესე იგი ყველაზე ძლიერი და ყველაზე მდიდარი ვინც იყო და დაელაპარაკა სერიოზულად მამას და უთხრა რომ გამორიცხულია შენ ეს შენი შვილი ჩვენ ოჯახში უნდა შემოვიდეს და მოკლედ მოილაპარაკა და დაარწმუნა მამა რომ ეს ესე უნდა მოხდეს და ერჩთა მას და აღასრულოს დღე იგი წინდობისაი
და დაერჩა, ანუ ესე იგი დაეთანხმა მამა და დანიშნეს წინდობის დღე. და ვითარ მცირედნი ეს ადრე მოვიდა ცოტა, სანამ 18 წლის გახდებოდა. ჯერ კიდევ მანამდე აღასრულეს ეს წინდობა, ანუ დანიშნეს, ნუ ეს ახლა ჯერ არც ანიშნავს, ქორწილი არ არის ეს. ნიშნობა, ნუ არის შეთანხმება მშობელთა შორის, რომ აი პატარა ჯერ არასრულწლოვანია, მაგრამ დაინიშნა უკვე. და ვითარ არ იყო წარიყვანა იგი მამამ მისმა, ვითარ იყო 18 წლის და აღვიდეს მონასტერს ამას და შესაძლოა დიდძალი წარიღო რუგეშინის საცემელად მათთვის. და უკვე როდესაც ეს 18 წლის შესრულდა, წაიყვანა მამამ ამ მონასტერში, რომელშიც დადის და დიდძალი შესწირავი წაიღო და წაიყვანა, რომ დალოცოს მამასახლისმა. და უთხრა ეძრახა მამასახლის ეუნება ამ იღუმენს, ეუნება რომ ნაყოფი ლოცვათა შენთაი მომიყვანებია შენ და მოვიყვანე ის რაც შენი ლოცვით მოგვენიჭა ჩვენ აგერ არის ჩემი ქალიშვილი რაითა აკურთხოს იგი სულმან შენმან მამაო რამეთო ქორწილი მეგულების მე მისთვის მინდა რომ გავათხოვო უკვე 18 წლის არის და მოგიყვანე რომ შენმა სულმა დაალოცოს ჩემი ქალიშვილი ხოლო ბერმან უბრძანა დადგინება იმისი ქსენადუქი ეს ანუ არხონდარიკი ანუ ეს ბერძნულად და ქსენადუქსი ქვია და ეს არის სასტუმრო რა სასტუმროში დავაბინაოთო მონასტრისასა და აკურთხა იგი ბერმან და ასწავებდა მას სიწმინდესა და მოწყალებასა რამდენიმე დღით დაიტოვა ეფროსინი დაყვეს მუნ 3 დღე და ისმენდა დღითი დღით ფსალმუნსა და გალობასა და ხედვიდა შვენიერს ამას წესა და მოსწრაფებასა მათ სამონაზვნებისას და აუკვირდებოდა ცხოვრება იგი მათი და ეთყოდა გულსათვისა პირველად მოხვდა მოკლედ ეფროსინე მონასტერში და რო ხედავს როგორ ლოცულობენ როგორ ცხოვრობენ ეს ბერები 3 დღე გაატარა მონასტერში ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეფროსინეზე და გულში თქვა ნეტარ არიან კაცნი ესე რამე ცხოვრებასაც ამისო რომ ანგელოზ არიან რომ ამ ცხოვრებაშიც კი ანგელოზებრიგას როგორც ანგელოზებს უტოლდებიან ანგელოზებივით ცხოვრობენ ხოლო ჟამსა რა ჟამს განვითეს ცხოვრების ამისგან სასუფეველსაც ცოტასა იხარებდნენ. აი ესე იგი აქაც ანგელოზებივით ცხოვრობენ და როგორ დაიცვლებიან იქ სასუფეველში გააგზავნენ ცხოვრებას ნეტარ არიან ეს ადამი შენატარა რა მოკლედ ამათ შენატარა. და იწყო გულმან მისმან მიბაძვებად შურობად მათ და ღვთისმსახურებასა მათსა და მოშება სოფლისასა და საღვთო შური აღიძრა მასში და ძალიან მოუნდა ესე იგი რომ მათი მობაძავი გამختارიყო. შემდგომად 3 დღისა ქვა პაფნუტი მამასახლისა. ბრძანე მამაო სულიერო მოწოდება იმ ხევლისა შენისაი რაითა თაყვანის ქცეს შენ და ილოცომისთვის რომ თუ წარვიდეთ ქალაქად. ნუ ეს სადაც ცალკე აცხოვრებდა ამას, ცალკე იყო ეს გოგო და მოვიდეს რომ დალოცე და წავალთ უკვე ქალაქში დაუბრუნდებით. და ვითარცა მივიდა, მისა შეურდო ფერხთა ბერისათა თქვა. ეს ეფროსინე რომ მივიდა ამ იღუმენთან. ფეხებში ჩაუვარდა, ნუ თაყვანისა და ეუბნება. გევედრები, ლოცვა იყავ ჩემთვის. რაითა ღმერთმა აცხონოს სული ჩემი. დამლოცე რომ ღმერთმა მაცხონოს რაღაცნაირად ცხადე ეს ყველა ყოველთვის იგი ერთ-ეგ სიტყვას ალბათ ყველა ამბობს ხო მაგრამ ნუ აქ რაღაცა ხა ნახავ სხვა რამე იგულისხმება რაღაცა ამის ამ ეფროსინიში გარდატეხა მოუხთარე და ხა ნახავთ და კაცმან მან ღვთისამონ თქვა ამ იღუმენმა უფალო რომელმან უწყი კაცისაი ვიდრე შობადდე ხელვისამი შენისაი რაითა სათნო გეყო შენ და ღირს ყავ ესე დაცვაცნებათა შენთა და მოიღოს ნაწილი მართალთა თანა რომელიც სათნო გეყნეს შენ დალოცა რომ აი შენ რომელმაც დაბადებამდე იცოდე ამისი ბედი აი ვინ იქნებოდა ეს აი დალოცე რომ შენი სათნო ყოფილი გახდეს და რაჟამს აღასრულა ლოცვა ესე წარვიდეს იგინი ქალაქათვისა და რაჟამს გარდახთა მცირედი ჟამი მოიწია დღესასწაული მონასტრისაი წავიდნენ ახლა ესენი ქალაქში. ნუ ცოტა ხანი გავიდა და დღეს მონასტრის დღესასწაული
არის ამ მონასტრის დღესასწაული, მისი დამაარსებლის ხსენებაა რა. და რომელთა იგი ვინც აღაშენა მონასტერი და მიავლინა მამასახლისმან ძმაი ერთი, რაითამცა მოხადოს პაფნუტის დღესასწაულს ამას და ერთ-ერთი თავი ესე იგი მონასტრის წევრი ბერი გააგზავნა ქალაქში, რომ პაფნუტის შეატყობინე რომ მონასტრის დღესასწაულია, რომ ჩამოვიდეს დღესასწაულს დაესწროს. და ვით არ მივიდა მონაზონი იგი სახსა პაფნუტისასა, იჟამებდა და რქვეს მონათავ მისთა. რომ მივიდა, მოიკითხა სად არის პაფნუტი და ესე უთხრეს, რომ ქულბაქად დუქანში გასული სასადი რესტორანი სადღაცა სადილად არის გასული სადღაც აცებულებაში დუქანში და ვითარცაცნა ეფროსინი მისვლა მონაზვნისა მოუწოდა მას და იწყო კითხვა თვისა და რქვა ეფროსინემ რო გაიგო რომ ბერია ჩამოსული მონასტრიდან სასახლეში მოიწვია და დაელაპარაკა და ეკითხება რამდენი არიან ძმანი მონასტერსაშინა ხოლო ბერმა უპასუხა არიან 352 და რქვამას დაუკეთუნცა ვისიმე უნდა შეწყნარების მამასახლის არა შეიწყნარებსა ნახეთ რა შეკითხება მამასახლის რომ მოუნდეს რომელიმე ბერის მიღებას კიდევ დამატებით მიიღებს თუ ვერ და ხოლო მარკვა შეიწყნარებს ვისიც აუნდეს რა თქმა უნდა მიიღებს რქვა ეფროსინე ერთსა ეკლესიასა შინა გალობდით ყოველნი და ერთბერ იმარხვიდითა ერთ ტაძარში დადიხართ ხოლმე ლოცვისთვის ეს 350 კაცი და ერთნაირად მარხულობთ ამან უპასუხა ბერმა გალობასა ყოველნი ერთბერ გალობთ ერთსა შინა ეკლესიასა ხოლო მარხვისა ვითარცა ვის ნებავ და ვითარცა ვის ძალუც გარნა საქმესა მონასტრისასა ყოველი მივლენად ესე იგი ერთად ლოცულობთ კი ერთ ტაძარში ვართ რაც შეეხება მარხვას ვისაც როგორ უნდა ისე მარხულობს და საქმეს კი ერთ საქმეს ორჩილებაზეა ლაპარაკი ერთ საქმეს ვაკეთებთ ეს თეოდოსი არის ნახსენები ამ ტექსტში ხოლო შეიძლება ეს თეოდოსის მონასტერია ჩვენ გვისაუბრიამ თეოდოსის ცოტა ხნის წინ ქონდა საუბარი თეოდოსი ეგრეთ წოდებული ესე ქვია ზოგადცხონებულთა თავი ანუ ერთად მაცხოვრებ ზოგადცხონებული ერთად ცხოვრები ზოგად ანუ ეს არის საერთაშორისო ტიპის მონასტერი რომელიც თეოდოსიმ დააარსა პირველმა ამიტომ ეხლა ეს რასაც ეს ლაპარაკობს რომ 350 კაცი ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ერთ ტაძარში ესწრება და ერთ მორჩილებას აკეთებს ეს არის სწორედ თეოდოსი დიდის იდეა ადრე მე მithქვამს იდიორიტმული მონასტრები იყო კი ერთად ცხოვრობდნენ ბევრი მაგრამ ყველა თავისთვის ლოცულობდა და თავის საქმეს აკეთებდა ეხლა ეს მოკლედ გამოკითხა კარგად ეფროსინემ და ეხა ეუნება მნებავს რაითამცა ეგ ვითარცა ცხოვრებასა შევეყავ მინდა მეც რო ესე ვიცხოვრო მაგრამ მეშინის მამისა ჩემისაგან ამეთო ამოვისა ამის ცხოვრებისა ეგულების მიცემაი ჩემი ქმარს მამა ჩემის მეშინია თორე მეც მინდა ეს ეფროსინემ მეც მინდა ესე ცხოვრება იმიტომ რომ მამა ჩემს ამაო ცხოვრებაში უნდა რომ ქმარს გადამცეს რა და ესე ვიცხოვრო. ხომას მონაზონმა. ნუ შეაგინებნ კაცი ხორცთა შენთა და ნუცა მისცემს სიკეთესა შენსა სირცხულს, არამედ იქმენ შენ სრულიად ძალ ქრისტესა. ნუ შეაგინებნებ შენ სხეულს ვინმეს. ანუ მამაკაცი ნუ შეგეხება და ქრისტეს აღუთქვი რომ მისი რძალი იქნები, მისი სასძლო. და ამ სირცხულს ნუ იმას იზამაშე სხეულს ესე იგი ნუ სირცხულია ხო შიშველი სხეულის ნახვა და ნუ რავის ნუ აჩვენებ რომელიც შემძლებელ არ შენ და მონიჭება საწუხლის ამის ზეცისაწილ ზეცისასასწრაფო ამიწერი ცხოვრების ნაცვლად ზეციურ სასწრაფოს ვინც მოგანიჭებს რომელსაც შეუძლია ეს მოგანიჭოს აი მისი ძალი გახდე არამედ იდუმალ მოიკვეცე და განვეცახლის შენ და მივიდე ერთ მონასტერსა დედათასა და სხონდე აი იქ იცხოვრე ესე იგი ჩუმად აღიკვეცე, შევამიც ამ ბერმა, ჩუმად აღიკვეცე და წადი მერე და რომელიმე დედათა მონასტერში დასახლდი და იქ ცხონდები რა, იქ იცხოვრე და მერე ცხონდები. მას ვითარცა ესე განიხარა ფრია და რქვა მას. არ ამნებავს, თუმცა იმ სოფლიომან ვინმე მომკვეცოს თმაი ჩემი ამისთვის, არამედ რამეთ საიდუმლოა არა დაიფარები. არ მინდა რომ სოფლიომან ანუ ამ ქალაქიდან რომ ვინმე იყოს.
ქალაქი და რომ ვინმე იყოს მღვდელია თუ ვინც იქნება რომ იმან აკვეცოს რომ გახმაურდება ესა და ამიტომ არ მინდა მინდა ჩუმად ანუ ამას სოფლის ანუ ესე რომ ვთქვათ მოკლედ საიდუმლოც მინდა რა და არა გაცხადებულად რომ ჩემი აკვეცა მოხდეს და რამე თუ საიდუმლოა არა დაიფ ხო მას მონაზონო თქვა ესე რა მამა შენი მე წარმყავს მონასტრად და მუნდა ყოფათ სამი გინა 4 დღეი და ჩვენთანა მონასტერსა ხოლო შენ მოიყვანა ერთი მონაზონი და იკურთხე მოწესეთ ესე იგი მე ხა ჩამოვედი რომ მამა შენი წავიყვანო 3-4 დღე დარჩება და შენ ამასობაში ვინმე ბერი იქნება მონა ხო აღაკვეცინო თავი და ესე იგი და მოხდება რა ის რაზეც ხა ჩვენ ვისაუბრეთ დავით არც ამას რა ხვიდეს ამას ვსაუბრობდნენ მოვიდა მამა იმის და იხილა მონაზონი იგი და იცნა იგი მოიკითხა და თქვა რა ისათვის მოშვერა ხა ხოლო მან თქვა სახსენებელი მამისა თეოდოსის ანუ თეოდოსი დიდის როგორ ჩანს მამისა ჩვენისაი მოიწია და მქვამე მამასახლის მან თუ მოვედ და ეზიარე ჩვენ თანა დავით არც ესე აღიღო სიხარულითა და აღიღო სახმარი ფრია და შეჯდა ნავსა და წარვიდა მონ ესე იგი შეჯდა ნავსა ნუ რაღაცა ეტლთან რაღაცი წავიდა წაიღო შესაწირავი ძალიან გაუხარდა როგორ ჩანს მართლაც აი ხოგემთ არ არის ზუსტად თორე ხა ვიტყოდი რა თეოდოსის ხსენება და წავიდა მონასტერში დავით არც ამას რა ხო ეს თქვით ხოლო ეფროსინი მოიყვანა სარწმუნოი მონაი თვისი და მიევლინა თეოდოსი წმინდა და თქვა და თეოდოსი წმინდა ეხლა აქ უკვე ზუსტად არის ნათქვამი რომ თეოდოსი წმინდაში ანუ წმინდა თეოდოსის მონასტერში გააგზავნა ოღონდ ხოგემთ არ არის ზუსტად რომ ეს დეგივ მონასტერზე თუ არ ლაპარაკობთ სავისი სარწმუნო მსახური გააგზავნა მონასტერში და თქვა ვინაცა პო მონაზონი მომგვარე მე აქა და ვითარცა მივიდა ყრმა იგი ბრძანებით ღვთისაი და ბერი ვინმე დიდის კიტით მოსულიყო ხელსაყრისა განსყიდად დიდის კიტით ანუ ლავრიდან იყო მოსული ეხლა ვერ გეტყვით ზუსტად რომელი ლავრიდან ანუ რომელი დიდი მონასტრიდან ნუ იქ ექვთიმე დიდის მონასტერი არის პალესტინა არა უკაცრავად ეგვიპტეა ჯერ ადროს ეგ არის ხო და ნუ მოკლედ მოვიდა ეს ბერი კი არა მსახური რომ მივიდა ნახა ვიღაცა ბერი რომელიღაც დიდი მონასტრიდან იყო ჩამოსული და ჩამოტანილი ქონდა თავისი ამ დღესასწაულზე იყო მოსული და წამოღებული ქონდა თავისი ესე რომ ვთქვათ ხელსაქმე და გასაყიდად კალათები როგორ ჩანს კალათები ან რაღაცა კიდე არ ვიცი კალათები სავარაუდოდ და ამის იყო ჩამოსული და რომ ნახა ეს ბერი წამოიყვანა და რომ გასაყიდად არის ჩამოსული ანუ შეუძლია რომ აქაც წამოვიდეს მით უმეტეს თუ გაყიდის ამ კალათებს წამოიყვანა და რომ დაინახა ეფროსინემ ეს ბერი შეურდა ბერს ამას და თქვა ილოცე ჩემთვის მამაო დავით არცალოც ხო დასხდეს მიუგო და თქვა მამაო მაუწყე კეთილი რომელი კითხო შენი მე მივის მამა იმონა ღვთისაი და მდიდარი ფრია და მის წამონაკეთოდეს ნებას მიცემაი ჩემი ამოვებისა ამის სოფლისა ცხოვრებისას მე ძალიან მდიდარი მამა მყავს რომელსაც უნდა რომ ეს სიმდიდრე მე დამიტოვოს და იმისათვის რომ ეს მოხდეს უნდა რომ გამათხოვოს რა მოკლედ და მე არამნებას შეგინებაი თავისა ჩემისაი და თუ ურჩექრე მეშინის მისგან და რა იყო არა ვიცი ყოვლად და მე კიდე არ მინდა ეს მიწერი ცხოვრება და მეშინია რომ მამა ჩემის ურჩობა რო გაუწიო ნუ არ ვიცი რა მოხდება რა დაბრკოლდება ისიც და რაღაცა და რას მისჩევ ხო და ღამე ესე უძილოდ გამვლი ამის საქმისათვის და ვევედრე უფალსა რაითან მაუწყვა მე უმჯობესი სულისა ჩემისა სანამ შენ მოხვიდოდი მთელი ღამე ლოცვაში გავატარე რომ უფალს ეუწყებინა რა გავაკეთო და ვითარცა განთენა მომხედა მე გულსა მივავლინე ეკლესიათ რაითა მომგვაროს მე ერთი მამათაგანი მისგან მისმინო სიტყვაი აც გევედრები შენ ვითარცა მოუნენებულმა ღვთისამან მასალა მე უმჯობესი მთელი ღამე ლოცვაში გავატარე მე ჩემი ეს მსახური გავაგზავნე აი შენ მოგიყვანა აქ და შენ ღმერთმა მოგიყვანა სინამდვილეს ჩემთან და ეხა შენ მე მაუწყე როგორია ღვთისნება რქვა ამას ბერმან რომანმან იგი თქვა უკე თუ აი ეს ბერი უნება ეხა
პერიონება რომ სახარებაში წერია ესე, მე კი არ გეუბნები ამას, შენ გინდა რომ ღვთის სიტყვა გაიგო და აი ხო სახარებაში ღვთის სიტყვა ესე წერია, უკეთო ვინმე არა მოიძულოს მამაი, გინდა დედაითვისი, დანი და ძმანითვისი და მერმეცა თავითვისი ვერ იყოს იგი ჩემდა მოწაფე. ეს არის მათე სახარების 14 თავის 26 მუხლე, ოღონდ პარაფრაზია გაკეთებული და რა წერია, ნახეთ, ვინც არ მოიძულოს, მოიძულოს ახლა შეძულებას კი ანიშნავს, ვინც არ უარყოს, ვინც არ მიატოვოს, ვინც არ დატოვოს. მშობლები თავის დაძმა რაღაცა და საკუთარი თავიც, ანუ შენი ნებით კი არ უნდა აკეთო ყველაფერი. საკუთარი თავიც უნდა მოიძულო და მაშინ გახდები ჩემი მოწაფე და მე რაღა იგრქვა უფრო ის ამისა. ამაზე მეტი რაღა გითხრა. უკეთო ძალგის მოთმენა იხურც და იქ განსასწრებისაგან იუტოდე რამე თუ მონაგებთ ამის და შენ სამკვიდრო მრავალ პოვონ. ესე იგი თუ შენ შეგიძლია რა ნახეთ რა შეუძლია. ესე იგი თუ შენ შეგიძლია რომ ამ სიმდიდრეზე უარი თქვა და გაჭირნო ხავ თუ შენ წამოხვალ, ნუ ცხადია რომ სიმდიდრე უნდა დატოვა აქ, ხო? გაჭირვებით მოგიწევს ცხოვრება და აი თუ შეგიძლია ამის დათმენა, მაშინ დატოვა ეს ყველაფერი წამოდი და გამოუშვება ამას პატრონი რა. აჰა. ესე იგი ამ ქონებას აუცილებლად გამოუშვება სწორი მიმართულება რა. აჰა, ეკლესიიდან და გლახაკნი, ბერთა საყოფელნი, უცხოთა სადგურნი, ქვრივნი და ობოლნი, ტყვენი და მშიენი, სადაც უნდეს მამასა შენსა, მუნცა დადვა საფასეითვისი, ხოლო შენ სულსა შენსა, ნუ წარიწყმედ ამის გულისთვის. რკვა ეფროსინე. ცხოველარს უფალი ღმერთი იესო ქრისტე ეგოდენ შვრე ლოცვითა შენითა ვიდრემდის აცხონოს სული ჩემი ესე ვიზა მივიღებ ამ შენ რჩევას და რქვა ამას ბერმა ამას ესე ვითარსა განზრახოსა ნუ აყოვნებ მაშინ უღარ გადავდებთ რამე თუ დაყოვნება მან შეცა ანანის და დააბკოლის დაყოვნება სადაც რაღაცას რო გადაწყვიტავთ აღარ უნდა დააყოვნო იმიტომ რომ დაყოვნება მიცის დააბკოლება და რქვა ამას ეფროსინე მეც ამისთვის მოგაშურე მამო რაით აღას რო ნება გულისა ჩემის აი მაგიტო სწორედ მაგიტო მოგიყვანე აქ რომ ჩემი ეს რაც მინდა რომ ეს მოხდეს რა და აღგაბერი იგი და ლოცოყო და შემოსამას სამოსელი მონაზვნებისა იქვე აღკვეცა და მეტყო ისოვეს იქვე ეს ყველაფერი საჭირო რაც იყო შესამოსელი და აკურთხა და შემოსა სქემაი და ულოცა მას და რქვა აღკვეცა მონაზვნად მოკლედ სრული წესით და რქვა ღმერთმან რომელმან აცხონა ყოველნი წმინდანი მან დაგიცვეს შენ ყოვლისა ბოროტისა ყოვლისაგან ბოროტისა და ესე ვითარც თქვა გამოვიდა ბერი იგი მიერ სახლით ხოლო ეფროსინე მოეგო გულსაც ვისა და თქვა და ეს ბერი წავიდა ეხლა ეს დარჩა და დაფიქრდა ეფროსინე როცა მოეგო გულსაც ვისა უკვე მარტო რო დარჩა რა ესეთ რამეს ამბობს რომ თუ შევიდე დედათა მონასტერსა მე თუ ეხლა დედათა მონასტერში წავალ ოს მე მამამან ჩემან და უნებლიეთ გამომიყონოს მე ჩემი სამის დაწინდებისათვის და მიმცეს მას არამედ მივიდე მონასტერსა მამათასა და არავინ ცნას. დედათა მონასტერში რო წავიდე, ხა მამჩემ ჩამოვა და ნახავს რომ არა ვარ, გადა ატყდება ერთი ამბავი და დამიწყებენ ზებნას და მიპოვიან. და დამაბრუნებენ და გამათხოვებენ ისევე. ამიტომ წავალ მამათა მონასტერში. და შეიმოსა იგი ვითარცა მონაზვნენ ბერის ის ჩაიცვა ვითარცა დამწუხრდა გამოვიდა საღამოხანს გამოვიდა და წარიღო მისთანა 500 დრაქკანი რაღაცა თანხა წაიღო და ვითარცა განთენა მოვიდა მამაი თვისი ქალაქად და ბრძანებითა ღვთისაითა მივიდა ეკლესიად ლოცვად ხოლო ეფროსინე მივიდა მონასტერსა სადაც იგი ეთხოვა მამასა მისა ლოცვითა ღვთისაგან და იჟამებდა მეკარისაგან და რქვა მოკლედ გავიდა ის სამი დღამასობაში მამა ჩამოვიდა და სანამ სახში მივიდოდა ჯერ ტაძარში მივიდა ეს კი წავიდა იგივე მონასტერში ეხლა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი ესე იგი ეს ბერის ტანსაცმელი ჩაიცვა მან და იმავე მონასტერში მივიდა ოღონდ ეხლა მე ვერ გავიგე ეს ამბავი რა მე ვერ გავიგე როგორ მოხდა ეს კი მივიდა იმ მონასტერში მაგრამ როგორ ვერ იცინეს იქ აი ესე იგი ბერის ტანსაცმელშია გადაცმული რა გააკეთა ესეთი რომ ვერ იცნონ ხო და ერთადერთი რაც მახსენდება ძალიან საინტერესო არის ესე იგი ძალიან საინტერესო პიესაა შექსპირის ვენეციელი ვაჭარი და იქ არის ესეთი რომ ესე იგი ბერი და მონასტერი კი არა თავისი ქმარი საქმრო ვერ იცნობს ქალი რომელიც გადაიცვამს
ვითომ მოსამართლეა და კაცის ტანსაცმელით მივა სასამართლო პროცესზე. თავისი საქმრო ვერ იცნობს რა. საქმრო თუ ქმარი უკვე, ხო? ვერ იცნობს. ხო და არ ვიცი ეს როგორ შეიძლება, როგორ მოხდეს, თუმცა ამ ფილმშიც არის ეს და ძალიან დამაჯერებლად არის გაკეთებული და როგორ ჩანს ესეთი რამე არსებობს. მოკლედ ეს ეფროსინი გადაიცვამს ბერის ტანსაცმელს ჩაიცვამს, რაღაცნაირად შეიცვლის ეთყობა სახეს თუ რა ვიცი რას ისამს და მიდის და მეკარეს ანუ მონასტერში შესასვლელში ვინც არის ბერი ეუნება რომ ამასახლის ანუ იღუმენს უთხარი რომ ნახეთ რა რომ ვითარმეთ პალატისა საჭურისი მოსულარს ანუ სასახლიდან თეოდოსიმ ამ მეორის სასახლის მისი მსახური პალატიდან მოსულარს სასახლიდან საჭურისი და უნებს ხილვა შენი საჭურისი არის მოსული და შენი ნახვა უნდა და მეკარი კი შევიდა და უთხრა ამასახლისთან მან უბრძანა შეყვანება იმისი იღუმენთან მივიდა რა იღუმენთან მივიდა და ნუ ალბათ აქ თავარი სხვა რამეა რა იქ მე ვინახავთ კიდე ბოლოში რომ მოგვიანებით რომ ღმერთი რაღაცნაირად აფარებს თვალზე და წარმოიდგინეთ ეხა იცნობს ხომ გოგოს კი ეხა დიდხანს არ ქონიათ ურთიერთობა საერთოდ მიიღო ნახა სადღაც გაუშვა ილოცა დალოცა გამოუშვა ნუ ესე ძალიან ხშირი და ესე არ ქონია ეს ურთიერთობა ხო და მოკლედ მივიდა ამასთან და ეუბნება რომ ეს საჭურისი ვარ თვალებში უყურებს ეუბნება რომ საჭურისი ვარ და მინდა თქვენთან ყოფნა მონასტერში და ამან ვერ იცნო მართლა ვერ იცნო მოკლედ რა და ეკითხება რა ისათვის მოშვრა ღვთისმსახურების მოყარება ეშენია ნუ რატო ინებეთ აქ მობძანება ესე რომ ვთქვათ ხოლო მან თქვა მას მამაო მე პალატისაი ვიყავ და მწამს მონაზვნებայի და ქალაქი ჩვენი დაყუდებული არა დაყუდებული არის და მესმა სიწმინდეი თქვენ და მნებავს დამკვიდრებայի თქვენთანა უკეთო ღმერთმან გიჩვენოს და შემიწყნაროთ ესე იგი თუ ღვთისნება არის იქ არ არის პალატაში სასახლეში განმარტოებისა და მესმა რომ ეს განსაკუთრებული მონასტერია თქვენი და მინდა რომ თქვენთან დავრჩე და ვიცხოვრო და წამოღებული მოქვს მე 500 დრაკანი უკეთო აღეშენებოსული ჩემი ახლა დოცვით თქვენი და მე თუ აქ დავრჩები მე თან წამოღებული მოქვს 500 დრაკანი და მაშა მოვიღო აქ სახმარად ჩემ და შემოვწირავ ამ 500 დრაკანს მონასტერს და დავრჩები ესეც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმიტომ რომ მონასტერში რომ მიდიხარ ნუ ეს მონასტერი ხო ის არის ხო ვინ უნდა გარჩინოს იქ ანუ მონასტერს ხო თავისი რაღაცა ბიუჯეტი აქვს რაღაცა აქვს და ნუ შემოწირულობა და ეს სწორია ალბათ რა თუ მონასტერში გინდა დარჩენა შეწირავ რაღაც თანხას და ნუ შესაბამისად დარჩები და მიბარდები მთლიანად ამ მონასტერს და თქვა მას მამასახლისმან ანუ იღუმენმა ესე მონასტერი შენს წინაშე არის უკეთო გაშუას ანუ შვება თუ გაქვს და თუ გული მოგდის აქ დარჩი დაჯე ჩვენთანა განა სახელი შენი რა იგიწოდია ან რა ქვია სახელად ხოლო მან თქვა სამარაგდოს ეს არის ზურმუხტი სმარაგდი სამარაგდი მოკლედ თქო გავრცელებული სახელი იყო და ესე უთხრა რომ ესე მქვია სამარაგდი ზურმუხტი არ სახელი ჩემი თქვა მამასახლისმა შენ ჭაბუკი ხარ და მარტო შნომაი შენი არა ეგების რა ნახალგაზრდა ხარ და მარტო ვერ დაგასახლებ ჯერ არამედ რაითა გესვას მოძღვარი რომელმან გასწავს ესი მონაზვნებისა აი მონაზვნება შეგასწავლის მოძღვარს დაგინიშნავ და იმასთან ერთად იცხოვრებ ხოლო მან თქვა ვითარ ჯერ არს ეგრეცა ყავ და გამოიღო სამარაგდოს 500 დრაკანი და მისცა მამასახლისს მაშინ მოუწოდა მამასახლისმან ერთმა ძმათაგანსა რომელსაც სახელი ერქვა აღაპი კაცი წმინდა აღაპიტე შეიძლება მაგრამ აქ ცხოვრებაში აღაპი ეს წელი კაცი წმინდა და გამოსწილი და მას მიუთვალა და თქვა აჰა ესე შვილი და მოწაფე შენი ეგრე განსწავლე ვითარცა თავითვისი აი როგორ საკუთარ თავს ისე გაბარებ ეს არის შენი შვილიც ეს არის შენი მოწაფეც და მოკლედ ესე იგი შენს მორჩილებაში იქნება სამარაგდოს და ყვის მიზა და ლოცვა მოხმოდრეკით დაიჩოქეს ილოცეს და წაიყვანა აღაპის სენაკათვისა და რაჟანს მოვალ ეკლესიად გინდა ტაძრად აი ხა აქ არის ძალიან საინტერესო ამბავი ერთი ნუ მე ეგეთი რამე არ შემხვედრია რა უბრალოდ ცხოვრებაში შემხვედრია მაგრამ ესე მამათა ცხოვრებაში არა
მოკლედ წაიყვანა ამ აღაპიტემ, თუ აღაპიმ წაიყვანა თავის სენაკში აცხოვრებს და ხო იკითხა ეფროსინიმ თავის დროზე რომ ერთად ლოცულობ თუ არა და ხო ერთად ლოცულობენ და ტაძარში რომ მიდის უკვე ტაძარში მსახურებაზე ყოველდღე ხო დადიან საღამოს და დილით წუხრით და ცისკრის ლოცვებს და წირვა ხო და ესწრება ეს და ნახეთ რა მოხდა ახლა ეშმაკმან ვითარცა ის არის ტყორცნის მრავალთა მათგანთა ტრფიალებად მისა და ეტყვიეთ მამასახლისა ვითარმეთ ესე ვითარი ხატივც არა შემოგიყვანა მონასტერს ესე იგი ისეთი ლამაზი სახე აქვს რომ ბერებს დაეწყოთ ბრძოლები ბრძოლები რა ესე იგი სიძვის ბრძოლები დაეწყოთ ამის მიმართ მიუხედავად იმისა რომ ყველა მიცის რომ ბიჭია და საჭურისია რა დაეწყოთ ესე იგი სიძვის ბრძოლები და ბევრი მივიდა როგორ იცით ახსარების სათქმელად მივიდა წინამძღვართან ეუბნებიან რამ შემოგაყვანია ასეთი ლამაზი ბიჭი ბიჭი ახლა მაგათვის ბიჭია მაგრამ ძალიან ლამაზი ისეთი ლამაზი ქალივით ლამაზია რა ხო და შეიძლება ქალია და ლამაზია და რამ შემოგაყვანია აქ ესეუნები ხო და ერთი რამე მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ ამას წინათ ათონის თაზე ვიყავი და მე მქონია რამდენჯერმე გით შემთხვევა და ამას წინათ ათონის თაზე ვიყავი და უცებ შვილიშვილებთან ერთად ვიყავი ჩემ შვილიშვილებთან და ბავშვები მოვარდნენ გაგიჟებულები რა ხდება მე უთხარი და ქალიაო შემოსულია მონასტერში ქალიაო რა სისულელს ლაპარაკობთ მე უთხარი ათონის თაზე ქალს რა უნდა არა ვაი ხა აქ ამოვა და ნახაო რა და მართლაც ამოვიდა მე მქონდა რამდენჯერმე მინახავს ესეთი შემთხვევა რომ გავს ქალს რა ვადა ახალგაზრდა კაცი თქვა რა ჭაბუკი ხო და ეს იყო ალბათ რა ვიცი 1 12 14 შეიძლება 16 წლის ძალიან გრძელი თმები ქონდა ნაწნავები ქონდა რა და ლამაზი იყო ძალიან სახეზე უცებ რო შეხედავდი მართლა ქალი გეგონებოდა რა ხო და ვუთხარი არა ბავშვებო ბიჭია უბრალოდ ესე აქ თმები ხო და რაღაცა რა აი ასეთი რამე არსებობს და ეთყობა ამის გამო რომ გავდა ქალს არ ვიცი რა მე ვცდილობ რაღაც გამართლება მოვნახო თუმცა ხა მოკლედ ეუნებიან ესეთ რამეს რომ ასეთი ლამაზი რატო უნდა იყოს ჩვენ შორის ხოლო მან მოუწოდა სამარაგდოს წინამძღვარმა და უთხრა ესეთი რამე შვილო კეთილქმნილობა შენი სილამაზე დაუმტკიცებელთ ამათვის დაცემოსა შეიქმს ეშმაკი ესე იგი ისინი ვინც ახალი მოსულები არიან მონასტერში და ჯერ არ არიან გამოცდილები მათთვის ეს არის შენი სილამაზე არის საცდური ესეთ რამეს ეუბნა და დაყუდებით ვნებობს ყოფა შენი შვილო ხო და მინდა რომ ისეთ ადგილზე გაგიშვა სადაც არ ივლი ამ საერთო ლოცვებზე და დაეყუდები რას იტყვი ამის შესახებ რომ აი დაყუდებაში რომ გაგიშვა ხოლო მან თქვა ვითარცა ბრძანო ეგრეც ყავ როგორც იტყვი ისე იქნება ეფროსინე ეუბნება და დაუძახა აღაპის და ეუბნება რა თუ განმზადოს სენაკი მის და ეყუდოს მაშინა და ხოლო აღაპი ეგრეთ აღაპიმაც ეს აღასრულა ცალკე გაუმზადა სენაკი და აღარ გამოდის ამ სენაკიდან აღარ გამოდის და ეყუდა ხოლო სამარაგდოს დადუმნა და იყოფოდა მარხვითა და გვიზარებითა და ლოცვითა და ქვეყანასა ზედაწოლითა მიწაზე ძინავს საწოლიც არა აქვს წიგნსა იკითხვი და გალობდა შეურდებოდა ღმერთსა დღეი და ღამეი ხოლო აღაპი ხედვიდა მისა და მოწრაფებასა და მღვიძარებასა და აღაშენებოდეს ყოველნი ძმანი ღვთისმსახურებასა მისა ზედა და მონასტერში მოკლედ კიდევ ერთი დაყუდებული ბერი ესენი კი დადიან ერთად და ერთად ცხოვრობენ მაგრამ მათ შორის არიან კიდე დაყუდებული მამები რა დაყუდებულები ეს დღესაც ესეა მე გეგუტეში რო ვიყავი და მონასტერში ნახე რომ აი ზოგან 12 გიციან ზუსტად რომ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და საჭმელი მიაქვს და რაღაცა დაყუდებულები არიან რომლებიც არ გამოდიან დღესაც არსებობენ ეგეთი ხოლო მამაი მისი ეხლა იქ რა ხდება ქალაქში მამა ისი ჟამშაოდენ სამხრისასა მოვიდა ეკლესიით სახსა საღამოხანს მოვიდა და არაპოვა ასული თვისი და ექცა ფერი პირისამისა სახე ფერი დაკარგა რა და იმოხედვითა მონათო და მხევათა თქვა სადა არის ასული ჩემი ხოლო მათქვეს წუხრი ვიხილეთ გუში საღამოს აქ იყო ხოლო განათენა დილით რო გათენდა უკვე აღარ იყო და მოგვიხდა გულსა ძებნა იმისი უკვე დაწინდებულმა მან წარიყვანა ესე იგი ძალიან შევშინდი და დავიწყეთ ძებნა და მე ვიფიქრეთ რომ აი ეს ვიზეც დაიწინდა ისინი ხوار მოვიდნენ და იმათ ხوار მოიტაცეს
და მიავლინა მისა, რათა გამოკითხოს ეს, მაგრამ ეს მამასა მის სულისასა შეძრწუნდა და სწრაფით მორბიოდეს მამაძენის სახით, ანუ სახში, პაფნუტის სახში. ესე იგი გააგზავნა იქ, რომ თქვენ ხო არ წაიყვანეთო და იმით რომ გაიგეს, რომ დაიკარგა და ვიღაცა აღარ არის რა. ნუ იქ ერთი ამბავი ატყდა და ეს მამაშვილი გამოვარდენა ამათან პაფნუტისთან სასახლეში. და პოვეს იგი ქვეყანასა ზედა მდებარე მიწა. დამხობილი იყო იატაკზე და ფრიად გვოვარეი და იტყო და ვითარმეთ. და ეს ტირის, ეს პაფნუტი მოთქვამს და ამბობს, წარ ვინმე მტაცა იგი, ვინ მომტაცა ჩემი შვილი. და დიასპანი განუტევეს და ეგვიპტეთ ნავებითა წაავლინეს ზებნათ, ესე იგი ტრანსპორტი გააგზავნეს ცხენებით ეტლებს თუ რაღაცა, მოკლედ ხალხი ეგვიპტის მონასტრებში დაუწყეს ზებნა. და მთელს ქვეყანაში აღიხილვებოდეს სახლებსა და მონასტრებსა და სახლებში, ქალაქებში, სოფლებში ყველგან ეძებენ და მოყვარეთა და მეზობელთა უდაბნოთა ქვაბთა არ აჰპოვებდეს, ვერსად ვერ იპოვეს რა. და ვითარ ყოველ საადგილს ეძიებდეს, მოიქცევდეს გულკრებული და მგლოვარენი, რამა თუ სიძე იგი სტიროდა ცოლსათვისა და მამამთილი ზალსათვისა და მამაი ასულსათვისა და იტყოდა და ნუ ესენი ტირიან, ნუ საშინელი გლოვაა რა, დაიკარგა ეს არაჩვეულებრივი ადამიანი გაქრა რა. ვაიმე შვილო ჩემო, ტკბილო და ნათელო, თვალთა ჩემთავო. ვინმე იტყვენა საუნჯე იგი ჩემი, ვინ დაატყვევა იტყვენა, ანუ ვინ მომტაცა, ვინ წარმტაცა, ვინ დამიტყვევა ჩემი შვილი. და ვინ მიმტაცა მონაგები ჩემი და სიშვენიერეი სახლისა. სიშვენიერეი სახლისა ჩემისა, ვინ წარწყმიდა, ჩემი სახლის მშვენება იყო ეს. და ვინ წარწყმიდა ეს ჩემი სახლი. რომელმან გელმან შეჭამა კრავი ჩემი. ანუ რომელმან ადგილმან დაფარა შვენიერება ხატისა მისისა, ვითარცა ნათელი მისისა. რაენა რა როგორი მეტყველება, როგორი აზროვნება, რომელმა სად არის დამალული ეხა ეს მზესავით, რა არის ეხა მზე რო თქვა თან რაღაცა დიდი სინათლის წყარო რო სადმე მოთოს ხო ანათებს რა და გამოანათებს იქიდან და რა მშვენობამ სად არის, რამ დაფარა ეს სილამაზე. იგი იყო კვერთხი სიბერისა ჩემისა, ჩემი სიბერის კვერთხი, ანუ ჩემი საყრდენი. იგი იყო შრომათა ჩემთა განსვენებაი და უძლ ჩემთა ხინებაი, ჩემი უძლურების ლუგეში ხინება. ნუ დამფარავნე ქვეყანაი, ვიდრე გულის მოყო, თუ რაიმე შემთხვია შვილსა ჩემს, ნუ დამფარავ ქვეყანა, ანუ ნუ მოვკვდები, სანამ არ გავიგებ რა დაემართა რა ქვეყანაში, ნუ დამფარავს ქვეყანა. ხო გეუბნით, საოცარი ლიტერატურაა რა, საოცარი სახეებია. ვინმე გარდაიცვალა სიხარული ჩემი გლოვად, რადგანაც ჩემი სიხარული, უდიდესი სიხარული გლოვად შეიცვალა. ესმოდეს, ესე ვითარეს სიტყვანი მოყვარეთა მისთა და მდგომარეთა და ხმა აღტევებულად გოდებდეს ყოველი იგი ქალაქი ცრემლეულთა, წარწმენდა სამასეფროსინეს. მოკლედ ეს მთელი ქალაქი ხედავს ამის იმას და ნახეთ და ხმა აღტევებულად გოდებდეს, ხმა აღტევებულად, აი მოთქმით ტიროდნენ ხმამაღლა, ტიროდა მთელი ქალაქი. და ვეღარ დაიწმინა მამამ, მისმა და წავიდა მონასტერში შეურდა ფერხთა ბერისაითა და რქვა. და ვეღარაფერი წავიდა ისე დაბრუნდა იმ მონასტერში. და ეუნება იმ წინამძღოლს. გევედრები, ნუ გულებელს ყოფ, არამედ ილოცე, რათა ნაყოფი ლოცვათა შენთავი პოვო იგი, შენი ლოცვით მომენიჭა, შენი ლოცვის ნაყოფია და რო ვიპოვო, გევედრები. ნუ გულებელს ყოფ, რამე თუ აღტაცებულ ქნო მხევალი იგი შენი, მომტაცეს. ვითარცა ესმა ესე მამა სახლისა, შეწუხნა ფრიად და უბრძანა ჟამისა დარეკვაი და შემოგრბეს ყოველნიგი ზმანი ზარი დარეკეთა და მთელი მონასტერი შეიკრიბა. მთელი ეს ამას რაღაცა კაცი. და რქვა მათ, ყავთ სიყვარული და დაიმარხეთ შაფათი ესე ორ-ორით. და ევედრენით ღმერთსა, რათა გამოგვიცხადეს თუ სადაა იგი, 2 კვირა ვიმარხულოთ მთელმა მონასტერმა. და ღმერთს ვთხოვოთ, რომ გამოგვიცხადოს სად არის. მართლა ვერ ხვდება ეს სინაზღვარი, რომ ესე იგი მასთანვეა რა რაღაცნაირად.
მართლა ვერ ხდებოდა მთელი მონასტერი მოკლედ და იმარხეს 7 ლიგი ყოველთა და არავის მათგანსა გამოუცხადა ღმერთმა. მოკლედ 2 კვირა იმარხულეს და დარწმუნებულია ეს წინამძღვარი, რომ როცა ესეთი თხოვნაა და რაღაცა, რომ ღმერთი გამოუცხადებს და არ გამოუცხადა ღმერთმა არავის. ნახეთ რა წერია. რამე თუ ბოცვანი მისნი აჯობებდეს მათ ყოველთასა და მით არავის გამოუცხადა ღმერთმა. ამ ერთი ადამიანის ეფროსინეს ლოცვამ აჯობა მთელი მონასტრის ლოცვას. უკვე გადავდივართ სადღაც სხვაგან, ხო? და არავის არ გამოუცხადა. და ნახეთ ახლა მაშინ მამასახლისი ნუგეშინისემ და პაფნუტის. ესე იგი, ეხლა რას ეუბნება ეს წინამძღვარი პაფნუტის? ნუგეშისცა. როგორ? და თქვა ვითარმეთ, ნუ სულ მოკლე იქნებიდან, როცა მწუხარე ხარ, არამედ მადლობდი ღმერთსა და ოდესსა უნდეს უფალსა გაუწყო შენ მისთვის. რას ეუბნება ნახეთ ახლა. ნუ იქნები სულ მოკლე და როცა ღვთისნება იქნება, აუცილებლად გაიგებს შენ სად არის შენი შვილი. და ნახეთ, ხოლო ესე უწყოდე, რამე თუ არა არის იგი ბოროტს. რამე თუ არა არის იგი ბოროტს არას, მე არამედ კეთილსა და მისთვის არავის ეუწყო ჩვენგანს. საოცარ რაღაცას ეუბნება. ესე იგი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მონასტერმა 2 კვირა იმარხულა და ილოცა. და არავის არ გამოეცხადა და რადგან არ გამოეცხადა, ესე იგი კარგ ადგილას არის. ესე იგი არ არის განსასწრელი. იმიტომ რომ რაიმე განსასწრელი რო ყოფილიყო, ჩვენ ღმერთი აუცილებლად გამოგვიცხადებდა. ამიტომ აღარ არის ანერვიულო. როგორ ჩანს, სადღაც კარგ ადგილას არის და შენ აღარ ინერვიულო ვარ შენ. და ვითარცა ეს მესე. ვითარცა ეს მესე პაფნუტის. ესეთი სიტყვები რომ მოისმინა. 2 კვირის ლოცვის შემდეგ ცირად ნუგეშინის იცა. დამშვიდა, რა თქმა უნდა, ეხა ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება, მაგრამ დამშვიდა. და წარვიდა თვისაქალაქად და ვიდოდა იგი კეთილითა საქმითა და ლოცვითა. და გააგრძელა თავისი უკვე დაწყნარებულმა გააგრძელა თავისი კეთილი საქმეების აღსრულება და ვითარცა წავიდა რამდენიმე ჟამი. მივიდა პაფნუტი მის მონასტერსა მსგავსად ჩვეულებისათვის. გავიდა კიდე რამდენიმე ხანი და პაფნუტი, რა ვიცი, თვეები, წელი და მოვიდა კიდევ ერთხელ ამ მონასტერში. და თქვა მამასახლის მან პაფნუტის. მოვიდა და მონასტერში როგორც მედის ხოლმე და ეს მამასახლისი ანუ წინამძღვარი უნება პაფნუტის რომ გნებავს, უკეთ უგნებავს არს აქაც მაი ერთი დაყუდებული მადლიერი და კეთილი რომელიც თეოდოსი მეორე მეფისა პალატისაგან მოსრულ არს და მივედა იხილე. თუ გინდა აქ ერთი დაყუდებული ბერი გვყავს, ახლა შენ სწორედ ეს დაყუდებული ბერის ლოცვა ალბათ უფრო წაგადგება და გვყავს ერთი დაყუდებული ბერი და თეოდოსის სასახლიდან რა და თუ გინდა გაგაცნობთ ამას. და რქვა პაფნუტი თუ ხოლო ღირს ვარ ნებავს ხილვად. ეს პაფნუტი უნდა თუ თვლი რომ ამის ღირსი ვარ, რა თქმა უნდა მინდა რომ ვნახო. და რქვა აღაპის მამასახლისმან. მოიყვანე უფალი პაფნუტი ძმის ამის. მიიყვანე უფალი პაფნუტი, ბატონი პაფნუტი წაიყვანე ძმისა მის აი ერთთან მიიყვანე სმარაგდესთან. რაითა იკურთხოს მისგან და მან მიგვარა იგი რომ იმან დაალოცოს კიდე, იმიტომ რომ ის დაალოცვა კიდე დამატებით ამას დაეხმარება. ხოლო მან ვითარცა იხილა იცნა მამაითვისი. რა თქმა უნდა ეხა. ეფროსინი დაინახა მამა და იცნო აბრასისონდა, ხო? და აღევსნეს თვალნი მის ნიცრემლით. ხოლო პაფნუტი ყოლად ვერ იცნა იგი არცაღა თუ ამსგავსა იგი. ესე იგი არათუ ვერ იცნო პაფნუტი. ვერც მიამსგავს, აზრადაც არ მოსვლია თავში. ნახეთ რატო? რამე თუ ყოველი სიკეთე მისი დამჭკნარი იყო მარხვითა და ლოცვითა და ქვეყანასა ზედაწოლითა. აი ამ რამდენი ხანი გავიდოდა ხო? თქვა ცოტა ერთი წელი რაღაც. ისე იმარხულა და ილოცა
რომ მისი სახე დაჭკნა. აი ამ გვიძარებიც და ამით. და კუნკულით აიფარავდა პირსა. ეს კუნკუ ბარტყული ხო ეს არის თავზე გაფარია და რაღაცა ხო ეს ბერებს აფარიათ და ამით სახეს მაინც იმალავდა. ნახეთ რატო უკეთ ნიშნით რაითამე იცნას იგი მამამან. რაღაცა არ ვიცი შეიძლება ხალი აქვს სახეზე ხო ან რაღაცა ნიშანი. შრამი რატომ უნდა კონდეს მაგრამ მაინც რაღაცა ნიშნით რომ არ ეცნო მამას კუნკულით კიდე სახესაც იფარავდა. დავითარცა ლოცვა ყვეს და დასხდეს იწყო მისა სწავლა წმინდისათვის და მოწყალებისა და დაუწყო ქადაგება რა მამამის. ხვად შეცვლილი აქ ეთყობა და დაუწყო ქადაგება. დავითარ ამას ეთყო და გული მამისა მისისა იხარებდა. ესე იგი ისე ელაპარაკებოდა. ისე უქადაგა რომ ამისმა გულმა გაიხარა. აი რაღაცა დიდი იმედი გაუჩნდა მამამის. ხოლო თვალნი სამარაგდესნი ცრემლოვდეს და უნდა მოგეუბნებით რაღაც ისეთი აღწერილობა, ისეთი ზუსტი და ისეთი ლიტერატურულად გამართულია ეს ყველაფერი, რომ აი შეყავხარ ამ სიტუაციაში და ზუსტად წარმოიდგენ რა მოხდა. წარმოიდგენ როდის არის ეს დაწერილი და რაღაცა და აი როგორ დღემდე ცოცხალი აბსოლუტურად რაღაც. ნახეთ რა წერია ხა აქ. ეს კი უქადაგებს და მამამის კი ნუ გეში აქვს დიდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აღწევს მისი სიტყვები. შინდა ცხადია რომ შეაღწევს, იმიტომ რომ იმან ზუსტად იცის მამამის რა გასასწრელი აქვს და ზუსტად ელაპარაკება, მაგრამ ნახეთ რა წერია რომ თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი თვითონ. და უნდა რაითამცა მოეხვია ქეთსა მამისათვის ისოსა. და თან ელაპარაკება და თან ეს ცრემლები მოსდის და თან უნდა რომ ჩაეხუტოს. და არამედ სხვენოდა და დაითმინა. და შერწყვა მოერიდა რაღაცნაირად. ხა ესე პირდაპირ ეთქვა და დაითმინა და მე კიდევ გავიდა რაღაცა დრო და კიდევ მოდის ეს მამა ხოლმე ხანდახან. და არ ვთხრა. ეხლა ბოლოში გამოჩნდება, რომ სწორად მოიქცა რა თქმა უნდა. რატო ენახოთ? დავითარცა ფრიად იზრახნეს სარგებლისათვის სულისა წავიდა პაფნუთი და მივიდა მამასახლისა და რქვა საკმაოდ დრო გაატარეს ეს ერთად და წავიდა პაფნუთი მივიდა წინამძღვართან ეუბნება დიდება უფალსა რომელმან მიჩვენა მე კაცი ესე უწყის ღმერთმან ასე უნება ნახეთ დიდება მადლობა ღმერთს და მადლობა შერვესტი ადამიანი მაჩვენე და ნახეთ და უწყის ღმერთმან ეგრე ვიხილე იგი ვითარცა ნახე შვილი დღეს ესე იგი ისეთი ნუგეში იყო იმ ადამიანის ნახვა აი თითქოს ჩემი შვილი მენახოს რა აი ესეთი განცდა დამჭა და იჯვნა ძმათაგანა წარვიდა თვისაქალაქა და დატოვა ეს მონასტერი და წავიდა დაბრუნდა სახლში და იყო სამარაგდოს მონასტერსა შინა 38 წელი და ამის შემდეგ 38 წელი გაატარა ეს მონასტერში და შემდგომად 38 წელს დასნეულდა სნეულებით ამით რომთაც მიისვალა ესეც ისე რაღაცა როგორი კონსტრუქცია ის ავადმყოფობა დაემართა რომლისგანაც მერე გარდაიცვალა დასნეულდა დავითარ სნეულ იყო მოვიდა მამაი მისი მონასტრად და მოიკითხა მამასახლის და ძმანი ხოვანი და რქვა მამასახლის თუ მიბრძანო ვიხილო ძმა იგი სამარაგდე რამე თუ სულსა ჩემსა აი სული თხოს იმის ნახოს გავიდა ეს ნუ წლები დადიოდა ეთქობა კიდე და რაღაცა და მოკლედ 38 წელია გასული წარმოიდგინე და ეს იმისი ნახვა მინდა იმ სამარაგდის თუ შეიძლება სული ითხოვს.
ხვა მამასახლის მაღაპის მიიყვანა ეგეც მისამის რამე თუ ესრე მგონი ეს ვითარმეთ განვალს ხორცდაგან და სხვა იჟამ არ აიხილოს იგი და ეუბნება რომ წაიყვანე და აჩვენე იმიტომ რომ რაღაც ძალიან ავათარი კაცო ის კაცრავად რაღაც ძალიან ავათარი და ეხა თუ არ ნახა მე მგონი მეც ვეღარ ნახავს იმიტომ რომ ძალიან ავათარი მიიყვანა აჩვენე და წარიყვანეს იგი აღაპი და მიიყვანა ვითარცა შევიდა დავარდა და დაყვანისა მუც სარეცელსაზე და ამბურში ყოფდა მას და ეტყოდა რომ შეიყვანა ეს წევს უკვე ლოგინათ არ ჩავარდნილი და მუხლებზე დავარდა და ეუნება კურთი აი როგორც მოგახსენეთ ეხა კიდევ უფრო მეტად ძალიან ემოციური ამბავია რა ილოცე ჩემთვის მამაო და უფალო და ძმაო რათა ღმერთმა ნუგეშინის მცეს მე შვილისა ჩემის ილოცე რომ ჩემი შვილისთვის ღმერთმა ნუგეში მცეს და რასეუნება რამე თუ არა განიკურნა სული ჩემი წუხარებისგან 38 წელია გასული და მისი სული არ განიკურნა წუხარებისგან. ხოლო მან თქვა, ნუ წუხარე ხარ, ნუ წაიურვი რამე თუ არღა წასრულიყო შენ. ამიერ მონასტრით რაჟამს გამოგიცხადო შენ ღმერთთან შვილისა შენისაი. და რასეუნება ნახეთ. აქედან სანამ წახვალ ამ მონასტრიდან სანამ დაბრუნდები სახლში, ღმერთი შენ გამოგიცხადებ შენი შვილის ამბავს. სეუნება. არამედ გევედრები შენ. რაითა სამდღე დაადგრე ჩემთანა და არა განმეშორო ჩემგან. თქვა მას პაფნუტ, ჰე მამაო, ვითარცა ბრძანე, არა განგეშორო შენგან. ოღონდ სამი დღე ჩემთან ერთად იყავი. ესე უნდა. ესე პროსინე. ესე უნდა კი. მიქნები სამი დღე შენთან. დავითარცა მოიწია დღე იგი მესამე და სნას მარაგდა მადლი და ღვთისაით და ვითარმე წარვალს წინაშე უფლისა. და გავიდა სამი დღე და უკვე სმარაგდე, ანუ ესე პროსინე, უკვე ეუწყა, იცის რომ უკვე მალე გარდაიცვლება, უკვე მოახლოვდა რა ეს აღსასრული, თქვა მამასა თვისა. ხა ეს მამას ეუნება რა, გარდაცვალების წინ უშუალოდ. რამე თუ ღმერთთან განაგო ჩემზე და რა იგი მას ჯერ უშვა და აღმისრულო ნება იგულისა ჩემისაი და დამფარამე. ეუნება რომ ჩემზე ღმერთმა განაგო ისე როგორც მინდოდა რომ ისე ყოფილიყო და ჩემი გულის წადილი აღმისრულა და დამფარამე. აც მეგულების მე ეხლა მინდა რომ გაუწყოს შენ ღმერთთან შვილისა მიშენისა ეფროსინეისი. მე ხა მინდა რომ შენ ღმერთმა კი არ უნდა რომ მე უნდა გითხრა ღმერთმა გაუწყო შენ შენი შვილის ამბავი რამე თუ იგი მე ვარ ხახაკი ეს და განმიცადეაც და დაჯერებულიყავ გული შენი არამედ გევედრები ნუცა ვინ იცის სხვამა და ნუცა ვის უთხრებ ნუცა უტევებ ვისა სხვა შემოსატყორსა ჩემთან ხო და მე ვარ და განმიცადე დარწმუნდი ხა რომ მე ვარ და ნახე შემხედე რა მე ვარ შენი შვილი და მინდა გთხოვ რომ არავინ არ გაიგოს ეს რომ მე შენი შვილი ეფროსინე ვარ და კიდევ რომ მოვტები მე ხა ვტები უკვე რა და რომ მოვტები არავინ არ მოვიდეს ჩემი სხეულის სანახავად და შენ შემოსე ხო წესი ეგეთი რომ როგორ დაიცვლება უნდა განვანონ სხეული და მე უნდა ჩააცვან ბერის ტანსაცმელი შენ გააკეთე ესე არავის არ უთხრა და მე მიღვაწე და მამას სახლისა და მრქვა ვითარმეთ ხო და მამას სახლის შეპირებული ვიყავი წინამძღვარს
ხვასტაგი სხვაიცა დიად მიც და მივსცემას ამას ადგილსა. მე შეპირებული ვიყავი, რომ ეს 500 დრაკანი თავის ხო მიცა და კიდევ მერეც შეპირებული ვარ, რომ დიდ შესაწირავს გავაკეთებ და თუ შეიძლება აცგევედრების შემდეგ ლოცავ, რაითა აღასრულა აღნათქვამი ჩემი. შენ თვით უწყი რამე თუ თვისახურებით წარეგების ამას ადგილსა. მე ვიყავი შეპირებული, მაგრამ თუ შეიძლება შენ ჩემი დანაპირები აასრულე და შენ თვითონაც იცი, რომ ამ ადგილს ეკუთვნის ეს შესაწირავი რა. და ესე ვითარცა თქვა, მისასული თვისი უფალსა და ვითარცა ეს აფრუნტეს. იწყლა გული მისი და ყოველადმე დახსნდა და დაეცა ქვეყანაზე და ვითარცა მკვდარი. და გარდაიცვალა. და აფრუნტიმეს რომ გაიგო და რომ დაინახათ რომ გარდაიცვალა, გული წავიდა რა და დავარდა როგორც მკვდარი. წარმოიდგინეთ. ესე იგი უთხრა რომ შენი შვილი ვარ და იმ წამს გარდაიცვალა. ეხლა ძალიან ბებია რა. ეხლა გამოჩნდება რომ სწორი იყო ესე რა, იმიტომ რომ ხო უთხრა რომ არ ვეშარ უთხრა. ჯერ იყო და ეს აღაპი შემოვიდა. ხოლო აღაპი მირბიოდა და აპყურა წყალი პირსა მისსა და აღადგინა იგი და თქვა რა იარს უფალო? რა დაგემართაო? რატო წაგევიდაო გული აღაპი ეკითხება. ხოლო მარქვა მიწევეთ მე რაითა მოკვდე ეცა. რათა მოკვდე აქა მისთანა რამე თუ დღეს საკვირველი ვიხილე. და ტიროდა მწარად ისეთი საოცრება ნახე მე მინდა აქ მასთან ერთად მოკვდე და მომეცით ამის საშუალება რომ აქ მოკვდე. ვაიმე შვილო ჩემო ტკბილო რა ისათვის მე უწინარეს არა მითხარ და სნეული მცა მეხილვე ვაიმე შვილო ჩემო ყოვლად ვეკეთილო ვით არ დაუტევე სოფელი და შეურაცხყო ატივი და მთავრობაი სული საცხოვრებისათვის და შეხვეთ საყოფილო მართალთასა და სიხარულსა დაუსრულებლად გოდებს და მისი ლაპარაკიდან აი ამ გოდებიდან აღაპიმ გაიგო რომ ეს არის მისი შვილი ეფროსინე არავის ეჭვი არ ქონდა ხო მანამდე და მირბიოდა მამასახლისა და უთხრა მას ესე ყოველი და სასწრაფოდ გაიქცა წინამძღვართან და უთხრა რომ ეს ყოფილა კაცო ეს მისი შვილი. ხოლო რაჟამს ესმა ესე მამასახლისამ სწრაფ განკურებული მირბიოდა და დავარდა წმინდა სამას გვამსაზე და იტყოდა. ეს იუმენი მოვიდა და დაემხო ესე იგი მის გვამთან და ამბობს. წმინდაო ზალო ქრისტესო ჭეშმარიტი საღვთისაო ნუ დაგვივიწყებ შენ თანაზრდილთა ამათ და ამის მონასტრის წმინდისა მონასტრისა და თანაზრდილთ ანუ შენთან ერთად ვინც ცხოვრობდით აქ ამ მონასტერში ნუ დაგვივიწყებ არამედ ილოცე რაითა ჩვენცა მოგცეს გულისხმის ყოფაი დამხნედ მოქალაქეებო რათა შევიდეთ სასუფეველსა შენთან ვიშვებდეთ საუკუნეთა მათ კეთილთა. ესე იგი ორი აზრი არ არის რა აქ ეს მამასახლის რომ მოვიდა დაემხო და უკვე როგორც წმინდანს ისე ელაპარაკება ორი აზრი არ არის რომ ეს წმინდანი ემხელა რაღაცა მოხდა რა. აი ღმერთმა ისე დაფარა 38 წელი მონასტერში გაატარა და აი ესე იღვაცა თან ხო იციან ამათ როგორ იცხოვრა სენაკიდან არ გამოსულა ხო და აეყოდა ეს და რომ გაიგეს რომ ეს არის ის ეფროსინე ნუ აბსოლუტურად ეჭვი არავის ეპარება რომ დიდი წმინდანი არის აქ არა დიდი წმინდანი და უბრძანა მამასახლის მან დარეკა ჟამისა ეს ზარების რეკვა ატყდა რათა შემოკლიმეს ყოველივე მეუდაბნოენი და რომანი ვიდოდეს იხილე საქმე ესე გრთომით განკვირდეს და ადიდდეს ღმერთს ყველა გაუგანებულია რა ეს რა მოხდა ეს როგორ რა აღმოჩნდა მოკლედ ეს არა და იყო მუნ ძმაი ერთი რომელსაც თვალი ერთი არა ედგა ცალი თვალი არ ქონდა რა ძმა იყო და
და ვითარ შეეხო წმინდას ამას გვამსა, მუნთქვესვე აღეხილა თვალი მისივნებული და იხილეს ყოველთამა და განკვირდეს და ადიდებდეს ღმერთს სასწაულს ამაზე და რომელი იქნა და ვითარმე სარგებელი იყო მათ ყოველთა. ესე იგი თვალი ქონდა დაზიანებული, ტრავმირებული როგორც ჩანს და ვერ ხედავდა და არ ქონდა თვალი ერთიო და მოკლედ შეეხო აღუდგა მხედველობა და ეს რო ყველა ნახა რომ გაახილა ეს თვალი, ყველა მიცოდა რომ ეს ცალთვალაა ეს კაცი და აი ამითი კიდევ მთელმა მონასტერმა დიდი სარგებელი მიიღო, ძალიან რომ ყველა დაინახა რომ სასწაული აღესრულა. და უბძანა მამასახლისმან განსვლა ყოველთა და თანა დაეყენა აღაპება მამა იმის და შემოსეს გვამის, ეხა წადი თუ უთხრა. მარტო აღაპი და მისი მამა დარჩენ ესეც ვერ შეუსრულა იმან. როდის მეტი არავინ არ იყოს. ნახავთ ეხა კიდე. ვიტყვი და მე დავასკვნე ბოლოს. და შემოსეს გვამის და ვითარცა დაჰბანდეს წმინდათა მათ ხორცამის და რომ განბანეს მისი სხეული. აღივსო სახლი იგი სუნელებითა დიდითა და მოიყვანეს იგი ეკლესია და წინაშე ყოველთას აკურთხეს და ამბორის უყოს ყოველთა აკურთხეს ამ წესიაუგეს და დასდეს სამარხოსა მამათა თანა და ყოველთა მისცეს დიდება ღმერთსა საკვირველთ მოქმედს რომელმან უჩვენამად ესევით არის საკვირველი და სასწაული ნუგეშინისცეს პაფნუთის და იგიც ადიდებდა ღმერთსა ხოლო პაფნუთი წარვიდა ქალაქათვისა და მივიდა სახითვისა და აუწყა ესე ყოველთა მონათა და მხეველთათვის რომ ჩავიდა რა გააჩერებდა იმან კი უთხრა რომ არავის არ უთხრა მოსდო მთელ ქვეყანას და მიესმა ყოველს ამას ქალაქსა და მოკრბეს მისა სიმრავლე ერისაით ფრიადი და მიესმა დაწინდულსაც ამას და სწრაფით მორბიოდეს მამა იმისი და ჭაბუკი იმათაც გაიგეს და გამოქანდენ მაშინვე რა ანუ ეს რო პაფრუთის სადღაც ოდნოდა რომ აი მაშინ რო უნდა რომ ქედზე მოხვეოდა და რაღაცა და რო ეთქვა ის რა თქმა უნდა ყველას ეთყოდა და რა თქმა უნდა ისინი მოვიდოდნენ და მე მონასტერში მოაკითხავდა ეს საქმრო რა ხო 18 წელი გავიდა ეს დაჭკნა ეს ყველაფერი აღარ არის ხა ეს გასათხოვარი ქალი მაგრამ ნუ არ მოასვენებდნენ რა მაინც არ მოასვენებდნენ და აი სწორად მოიქცა მოკლედ რა რომ სიკვდილის წინ თქვა და მოკვდა და ატყდა მე ეს ამბავი რა თუ რა იარ საქმე ესე და ვითარც აუწყე პაფნუტი ესე ყოველი ადიდებდეს უფალსა ღმერთსა ხოლო პაფნუტი ამის შემდეგ პაფნუტი ყოველი მონაგები მისგან იყო მონასტერთა და გლახაკთა და უცხოთა და უფროსი ნაწილი უდიდესი ნაწილი შესწირა მონასტერს ამ მონასტერს და თვით მონაზონი იქნა და თვითონაც აღიკვეცა ეს პაფნუთი და მივიდა მონასტერსა და შეაიღო ფრიადი მონაგები და რქვა მამასახლისა ამ მონასტერს შეწირა ეს დიდი თანხა და უთხრა ესეთი რამე და რქვა მამასახლისა რათა დაეყუდოს სენაქსა ასულისა სენაქსა ასულისა თვისისას და მას უბრძანა დაყუდება და ეს სენაკი დამითმეთ სამოღვაწეოდ სადაც მისი შვილი ცხოვრობდა უკაცრავად ვერ ვიკავებ თავს და ნუგეშინის საუნდ იქნა ფრიად და სხონდა იგი მას ადგილს 10 წელი და შემდგომად 10 წლისა გარდაიცვალა ამის ცხოვრებისაგან სავსე მადლით ხოლო დადვეს იგი მახლობლად ევფროსინეს ასულისათვისისა და მეოხარიან ჩვენთვის წინაშე მამისა და ძისა და ყოვლადწმინდის ასულისა რომლისა არს დიდება უკუნისამდე ამინ მოკლედ 10 წელი იცხოვრა ამანაც ესე დაყუდებით აღესრულა ევფროსინესთან დასდოს მისი სხეული და მოკლედ ეხლა დღეს ორივეს ხსენებაა პაფნუთის წმინდანად შეირაცხა. ნუ ეს გვაქვს ესე იგი არაჩვეულებრივი ეს მინიატურების წიგნი ეს ვასილი მეორის მინოლოგია თავში როგორ იცა ხელი ამ მამამ ეს სიკვდილის არეცელზეა ევფროსინე და ეს პაფნუთი წითელში ხო ხედავთ. ეხლა გაჩვენებთ გადიდებულად ამათ ორივეს. აი ევფროსინის სახე გადიდებული და პაფნუთის სახე გადიდებული. ნუ ჩვენ გვაქვს კიდე ჩვენს ათონურ ხელნაწერში აი ეს ევფროსინე და კიდე გვაქვს მეორე გამოსახულება მედალიონებია იქ დახატული აი ესეც ევფროსინე და კიდევ უნდა გაჩვენოთ ეს არის
გრაჩანიცა, კოსოვო, ეფროსინეს ფრესკა არის ესეთი. და კიდევ არის, ეს არის თერაპონტეს მონასტერი რუსეთში. ეს არის 1500 წელი ეს ფრესკა. და ეხლა გადადებულ სახეს გაჩვენებთ. ეს და მგონია რომ ყველაზე მეტად ეს სახე არის, იმიტომ რომ რაღაცა გასაგიჟებელი სახე ქონდა, ხო? ის ქალაქში ხო ყველა გიждდებოდა და ბერები რო გადაირიენ მის სახეზე, აი როგორი იყო ესეთი. აი ნახეთ, აი აქ გონი ყველაზე მეტად გავს რა. ნუ ეს ჩემი რაღაც დაკვირვებით. და აი ეფროსინეს მონაწილეობა გვაქვს ესეთი. აი ესეთი. ნუ ეს ხო განცირეც არ არის, მაგრამ აი ეს შეგვეციოს მისი მოთხრა. ალბათ დამეთანხმებით ხო, რომ ძალიან ემოციური, ძალიან ემოციური აღწერილობა იყო. ავჩებზე ძალიან მოქმედა, რო კითხულობდი მაშინაც, აი ეს უღაპაღობით მომდიოდა ცრემლები, რო კითხულობდი და ეხაც რო წაგიკითხეთ რაღაც. მოკლედ გადავდივარ მე ესე იგი შემდეგ წმინდანებზე. აი ეს არის ის მივადექით მუქი ბურუსით თუ რაღაცით ესე დაფარულია მათი ამბავი. წერია ამ იტალიური ენციკლოპედია გვაქვს, სადაც ერთად პოულობთ ამ ამბებს, აღწერილობებს და ენციკლოპედიაში წერია, რომ ანუ არაფერი არ ვიცით, ახლა მოგიყვებით ისტორიას. მაგრამ მტკიცებულებები არ აქვს ამისი რა. ლაპარაკია ფაუსტინუსი და იოვინუსი თუ იოვიტა, ბრეშიელები არიან, ესენი ძმები. ძმები არიან ბრეშიელები და ნუ აიც რამდენიმე წინადება უნდა გითხრათ მათ შესახებ. ლომბარდიაში ესა, ჩრდილოეთ იტალიაში 120 წელს აღესრულენ, ოღონდ კიდევ ერთხელ, ზუსტად არაფერი არ ვიცით. ცნობილი ოჯახიდან იყვნენ, ამ ბრეშიიდან იყვნენ წარმოშობით, ქალაქი ეს ბრეშია და აპოლონიუსი არის მეოთხე ეპისკოპოსი ამ ბრეშიის 119-135 წლებში იყო ეპისკოპოსი. ტრაიანეს დროს ხდება ესეც იმპერატორის და მოკლედ ამან ესენი მოაქცია, მონათლა და ხელი დაასხა. ოღონდ აქაც არ არის გარკვეული. ერთი იყო მღვდელი, მეორე დიაკონი და რომელი იყო, ესეც კარგად არ არის, მოკლედ არ ვიცით რა. და ბრეშიაში არა ტრაიანი კი არა, ადრიანე იმპერატორი კოცრავად შემეშალა. ესენი ადრე ჯერ სანამ მოინაცლებოდნენ მხედრები იყვნენ, სამხედრო მოსამსახურენი და შემდეგ ადრიანეს დროს ესე იგი მოინათლენ და ეკურთხენ და აი ეს ამისი კი გვაქვს მე-12 საუკუნის ამ აპოლონიუსის ეპისკოპოსის, ვინც ისინი მონათლა და ვინც აკურთხა. ესეთი ბარელიეფი გვაქვს და შემდეგ ვინმე ოფიცერი იულიანუსი იმან დააპატიმრა ესენი და უბრძანა რომ მზისთვის ეცათ თაყვანი. ამას მოუთხეს მზეს როგორც ერთ თაყვანი, ჩვენ იმას ვემ თაყვანს, ვინც მზე შექმნა თვითონ. და ესენი დააყენეს მოკლედ რაღაცა ქანდაკებასთან, რომელიც ოქროსი იყო რა. ხო და იოვინუსმა თქვა, ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთს ვემ თაყვანს, რომელიც შექმნა ცადა ქვეყანა, რომელმაც მზეც შექმნა და შენ კი წარმართულო კერპო გაშავდი, ესე უთხრა ამ კერპს. გაშავდი, რომ შერცხვეს ყველას, ვინც შენ თაყვანს გცემს. და გაშავდა ეს ოქროს კერპი. ნუ ის გაგიჟდა ეს იმპერატორი და სასწრაფოდ გაწმინდეთა უთხრა და როგორც კი დაიწყეს მენდა მიწად იქცა რა, დაიყარა და დაიშალა. ნუ ესენი მოატარეს, აწამებდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მილანში, რომში, ნეაპოლში და ბოლოს ისევ ბრეშიაში დააბრუნეს და გაიყვანეს ამფითეატრზე. და ლომები გამოუშვეს, რომ ესენი დაეგლიჩათ, ძმები. და ეს 4 ლომი დაუწვა ფეხებთან ამათ. შემდეგ რაღაცა კამერაში, მაშინ საპყრობილეში რა ქვია ამას, ჩაყარეს სადღაც ჯურმულში, საჭმელის გარეშე და
და ანგელოზი ამხრევებდა მათ და უნებოდა რომ ამხრევებდა რომ ბოლომდე ესე იგი ებრძოლათ რა. მე ცეცხლით აწამეს და ცეცხლი არ მიეკარა მათ და ამათი შემყურე მრავალი ადამიანი მოექცა. ბოლოს თავები მოკვეთეს. ქალაქ ბრეშიის ისინი არიან მფარველები. მე-8 საუკუნეში ესე იგი მისი ნაწილები ბრეშიაში გადმოიტანეს. მე მოკლედ რამდენიმე ადგილზე ემოგზაურეს და დღეს ბრეშიაში არის რაღაცა ნაწილი მათი და აი ბრეშიის მუზეუმში არის ესეთი ბარელიეფი გვიანდელია. აი ეს პაუტინუსი ფაუსტუსი ესა რა ქვია და შემდეგ იუსტინუსი, არა, იოვიანი, ანუ იუსტუსი. იოვიტა უკაცრავად. იოვინუსი, იგივე იოვიტა. ფაუსტინუსი და იოვიტა, მოკლედ ეს არიან ცნობილები. აი ფაუსტინუსი და იოვიტა. და მეტი არაფერი არ ვიცით. და აი ბოლოს წინა ნაწილებს გაჩვენებთ. ეს არის ეს არის იოვიტასი. ეს არის ფაუსტინუსი. ისიც არ ვიცით კარგად რომელი იყო უფროსი. ეს არის იოვიტა. შეიძლება ეს იოვიტა. მოკლედ ეს ამითი დავასრულოთ. ჩვენ ვისაუბრეთ, თეოდორე სტრატილატის ხსენება კიდევ ერთხელ შევევედროთ. მარხვის პირველი შაბათია და ვისაუბრეთ მოციქულ ონისიმე ეფესელზე, წმინდა ეფროსინე ალექსანდრიელზე და წმინდა მოწამენი ფაუსტინუსი და იოვინუსი იგივე იოვიტა ბრეშიელები. და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი, მე კი ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.